გამარჯობა, დღეს 16 აპრილია, ოთხშაბათი, 13 საათი შესრულდა, სრულიად საქართველოში და რა თქმა უნდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიწყებთ გადაცემას დიდი შესვენება, მარტივად რო გითხრათ, შუა დღის ეთერს, მომდევნო 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნებით ჩვენ, ანი ნინიძე, ნიკო ცალანი და მე გიორგი წულაია. მოდით კი ახლა ვნახოთ თუ რა გველოდება დღეს გადაცემაში. დღეს გადაცემაში ნახავთ, როგორ ავხსნათ გენიოსები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინა თინგობაძე. რა, სად, როდის, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ინტელექტუალურ თამაშებს და ავითარებს თუ არა შემოქმედებით უნარებს. რამდენად მნიშვნელოვანია საბუნებისმეტყველო საგნები. გადაცემის სტუმარია ბუნების მასწავლებელი გიორგი მოსიძე. დავით გაორგაშვილის პირველი კონცერტი. გადაცემის სტუმრებია პროდიუსერი ირინა ხანგოშვილი და მომღერალი დავით გაორგაშვილი. კიდევ ერთხელ შუადღემშვიდობის 16 აპრილი გენიალური ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე და ამითაც გამოირჩევა დღევანდელი დღე 1989 წელი მეგობრებო ეს სახელი და გვარი უკვე პრინციპში მეორე საუკუნეა რაც იუმორთან, სიკეთესთან და პოზიტივთან ასოცირდება მაყურებლის აბსოლუტურად და პრინციპში ყოველთაობისთვის ჩარლი ჩაპლინი უდაოდ აღიარებულ მსახიობად რჩება. უნდა ვაღიაროთ რომ კინოკარიერის დასაწყისიდანვე ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბის სინემატიკურ კერპად. კი ბატონო, საინტერესო ფაქტები ვუთხრათ მაყურებელს ჩარლი ჩაპლინის შესახებ, გარდა იმისა, რომ იყო შემსრულებელი მსახიობი, სცენარის ავტორი, რეჟისორი და ამასთან მუსიკის ავტორიც. კი ბატონო. ჩვენ ვსაუბრობთ შავ-თეთრ კინემატოგრაფზე, ჩუმ უხმო კინოზე, რომელშიც მთავარ განწყობას სწორედ მუსიკალური კომპოზიციები ქმნიდა და მუსიკალურ კომპოზიციებს თავად ასრულებდა, წერდა ჩარლი ჩაპლინის Smile განსაკუთრებით ცნობილი კომპოზიცია. მეგობრებო, იცოდით, რომ ჩარლი ჩაპლინის ორეულები კონკურსი ჩატარდა წლების წინ, ანონიმურად მიიღო მონაწილეობა ჩარლი ჩაპლინმა და გავიდა მე-20 ადგილზე. თავად ჩარლი ჩაპლინი. კი, ვერ იცნეს ჟიურის წევრებმა. ძალიან საინტერესო ფაქტი ასევე არის ის, რომ ჰოლივუდის გარკვეულ ხანაში, ეს იყო 50-იანი წლები, არსებობდა შავი სია, ეგრეთ წოდებული შავი სია და იდევნებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ კომუნისტური შეხედულებები. ეხლა მე საუბარი მაქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც რაღაცა გარკვეული ძვრები მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაპირისპირებული იყო ამერიკა და საბჭოთა კავშირი და ზღუდავდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა კომუნისტური შეხედულება და არსებობდა ეს შავი ნუსხა, რომელშიც თუ მოხვდებოდა ადამიანის სახელი და გვარი, ის ვეღარც ფილმს გადაიღებდა, მსახიობურ კარიერასაც ასრულებდა, თუ რაღაცა გარკვეულ დათმობებზე არ წავიდოდა და persona non grata ფაქტიურად ესე გამოდის. persona non grata იყო კი ბატონო, ამიტომაც მოუწია თავის ცხოვრების ბოლო წლების შვეიცარიაში გატარება. თუმცა არ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკაში მხოლოდ იმის შემდეგ დაბრუნდა თორსტები, რაც პირველ ფილმში მიიღო ოსკარი, ხო? ეს დაახლოებით თორსტები 1000 რა. ეს კიდევ ცალკე თემა არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კინემატოგრაფში ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ ფიგურაზე, როგორც რეჟისორზე, მსახიობზე, მას თავისი კარიერის განმავლობაში ოსკარი არ მიუღია. შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ იყო persona non grata-დ გამოცხადებული მხოლოდ 1972 წელს 82 წლის ასაკში გადაეცა მას სპეციალური პრიზი, ეს იყო რაღაცა შეჯამება თავისი კარიერის, სიმბოლური ჯილდო ჰოლივუდისგან, საპატიო ჟესტი ჰოლივუდისგან, ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ, თუმცა ნამდვილად საწყენი არის ის, რომ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ჩვენ ხედავთ კადრებს, მას არ მიუღია არც როგორც მსახიობს, არც როგორც რეჟისორს, კომპოზიტორს, სცენარის ავტორს, არც ერთ კატეგორიაში არ მისცეს ოსკარი. ესეთი უსამართლობა ხდება ხშირად. ხო, რაღაცნაირად მძიმე ბავშვობა, 4 ცოლით, 11 შვილი და ბრწყინვალე კარიერა სამწუხაროდ მის ცხოვრებაში ეს ვთქვათ სკანდალები ძალიან ხშირად ფარავდა ხოლმე მის წარმატებებს და ეს ალბათ კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, ხო? ხო, ძალიან საინტერესო განსაკუთრებული ადამიანი ყოველმხრივ. და სხვათა შორის მიუხედავად აი თავისი ნიჭისა, გულისხმობ იუმორს, რომლის საშუალებითაც სოფლიოს აცინებდა, ძალიან გულჩათხრობელი ადამიანი ყოფილა, როდესაც ვკითხულობდი მის შესახებ სტატიებს და საკუთარ მოგზალებული ცხოვრებით ცხოვრობდა. მე მინდა კითხოთ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჩარლი ჩაპლინი დღეს. მე YouTube-ზე რამდენჯერმე თვალი ვადევნე
მის სკეჩებს ესე რომ გადაცემის დაწყებამდე და რა თქმა უნდა ღიმილი მომგვარა, თუმცა რაღაცნაირად დღეს უკვე იუმორი და კომედია სხვა ეტაპზე გადავიდა, ინტელექტუალურ იუმორზეა დღეს უკვე გემოვნებიანი მაყურებელი მოწადინებული, თუმცა ჩაპლინი სხვაგან დგას, უნდა აღნიშნოთ რომ იქ არსებობს შავი იუმორი, ზოგადად იუმორზე ლაპარაკობ ჩაპლინის დროს. ხშირად ესე ზედაპირულად უყურებენ კომედიური ჟანრის ფილმებს და გონიათ რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია დრამასთან შედარებით. რეალურად კი გააცინო მაყურებელი. გაცილებით რთული ამოცანა, ვიდრე აატირო, იმიტომ ატირების შემთხვევაში манипуляციის ხერხები მეტად მარტივია, შეგიძლია რომ ტკივნეულ ადგილას დააჭირო მაყურებელს და აატირებ, თუმცა გაცინება ძალიან რთულია და აი ინტელექტუალური იუმორი ვახსენეთ და ზუსტად ამ იუმორის მატარებელია ჩარლი ჩაპლინის მეტაფორული შემოქმედება. აი კიდ ბავშვი ეს ფილმი მახსენდება ახლა მიუსაფარ ადამიანზე და ზოგადად ეს თავისი პერსონაჟიც ვიცით ხომ როგორი იყო ადამიანი რომელსაც სიძულჭირეში უწევდა ცხოვრება თუმცა ცდილობდა რომ რაღაცა ცხოვრება გაემხიარულებინა თავისი ოპტიმისტური განწყობით ის შეხვდება უსახლკარო ბიჭუნას და ისინი ერთად აგრძელებენ უკვე ცხოვრებისეულ სვლას. ეს არის ძალიან დრამატული ფილმი და ამასთან სავსე ძალიან ბევრი იუმორისტული ჩანაწერია. ამოდროულად უნდა აღვნიშნოთ ანი, რომ გარდა იუმორისა, ჩარლი ჩაპლინი ხშირ შემთხვევაში სოციალურ თემებს ეხებოდა საკმაოდ მნიშვნელოვნად, მათ შორის მახსენდება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური ნაწარმოები დიქტატორი, სადაც ის ადოლფ ჰიტლერის როლს ასრულებს და ეს მისი ფილმის ბოლო ნაწილი, როდესაც მის ეს თქო სპიჩი არის რაღაცნაირად ეპიკური მომენტი ამ ფილმისა და გარდა ამისა, პრინციპში ხო ხშირად ეხებოდა სოციალურ თემებს და გიორგის კითხვა, როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ცხოვრებაში ჩარლი ჩაპლინი ალბათ აირეკლავდა იმ თანამედროვე რაღაც გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს არის, მათ შორის სოციალურ უთანასწორობასთან დაკავშირებით და არა მარტო. და ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმის რეჟისორის შემოქმედების მარადიულობას განსაზღვრავს ის, რამდენად მარადიულ და უნიკალურ თემებს ეხებოდა ის. თუ კი ჩვენ საუბრობთ ჩარლი ჩაპლინზე ახლა, ამდენი წლის შემდეგ და ისევ ემოციურად ვიყურებთ მის ნაწარმოებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დღევანდელობასაც ეხმარება. ნამდვილად და აი ესე სტატიებს რო გადავხედე რამოდენიმე ინგლისურენოვან წყაროებში, ესეთი სათაურები შემხვდა ჩაპლინის შესახებ 4 ცოლი, 11 შვილი და ბრწყინვალე კარიერა. როგორ მოახერხა ამ ადამიანმა ეს ამბავი ერთად და თან გახდა იუმორის წვერვალი სოფლიოსთვის და არაერთი ადამიანის შთაგონების წყარო ეს ალბათ მხოლოდ მას შეეძლო და მის საიდუმლოდ დარჩა. ხო, იმიტომ რომ ჩაპლინი იუმორში ცალკე მდგომი მოვლენაა. როდესაც ჩაპლინზე ვსაუბრობთ, ალბათ უნდა გავიხსენოთ მარტინს სიფის წიგნი ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება, სადაც ის რაღაც ნათლად აღწერს ყველა იმ დეტალს, რომელიც მისი ცხოვრების სხვადასხვა დეტალს უკავშირდება და ესეთი რაღაცნაირი განსაკუთრებული სიტყვები მომხდა, საჭოა მოუტანა თუ არა უდიდესმე სხვა პიროვნება, მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ადამიანისთვის მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და პრინციპში იმ პერიოდს ახსენებს, როდესაც ეს ომიანობის პერიოდი იყო ადამიანებისთვის, სადაც რაღაც საფრთხის შეგრძნება ჰქონდათ ეს უსასოების, უიმედობის და ამ დროს ხო ის იყო ადამიანი, რომელიც აცინებდა მოკლეს და სიკეთე შექონდა ადამიანების ცხოვრებაში. აბსოლუტურად გეთანხმები ნიკო და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოვიდა ცოტათი ახლოს ჩაპლინთან, ან მაყურებელსაც ვკითხოთ, ვინ მოვიდა ჩაპლინთან იუმორში ცოტა ახლოს? ამბობენ რომ ბასტერ კიტონი არანაკლებ შემოქმედი იყო ვიდრე ჩარლი ჩაპლინი, თუმცა მის შემოქმედებას ნაკლებად იცნობდნენ, იმიტომ რომ ჩარლი ჩაპლინი ზოგადად მაშინ პიარი თითქოს არ არსებობდა, მაგრამ რაღაც პიარის მეთოდები უფრო საინტერესო ქონდა, რითაც შეეძლო საკუთარი თავის პოზიციონირება მეტად. თუმცა აი მართლა შემიძლია ვთქვა და პარალელი და გავატოლო ეს ორი შემოქმედი ერთმანეთს, ბასტერ კიტონი და ჩარლი ჩაპლინი. თუმცა ამბობდნენ რომ ჩარლი ჩაპლინი თავის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ადამიანი იყო. არა მარტო თავისი პერიოდის, ნიკო, მე ვფიქრობ ცალკე მდგომია რაღაც ისეთი მწვერვალია, თუმცა მე მაგალითად ძალიან მომწონს ჩვენი თანამედროვეების ერთ-ერთი ასევე გამორჩეული კომიკოსი, რახან დღეს ჩარლ ჩაპლინის დაბადების დღე, როვენ ატკინსონი.
საოცარი კომიკოსი მისტერ ბინი ყველასათვის ნაცნობი, რომელმაც ასევე ეპოქა შექმნა. ჩემთვის ჩარლ ჩაპლინის გარდამავალი არის, ხო? ხო, ჩემი აზრით როვენ ატკინსონი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. და ისიც საკმაოდ ცევდიანი ფიგურა. საკმაოდ ცევდიანი ფიგურა, მილიარდელი, მისი ნიჭის წყალობით, ავტოკოლექციონერი და აი მის ინტერვიუებს რო უყურებ ხოლმე, აი სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ხდება იმ ცნობილი მისტერ ბინის სერიალებიდან და ეს როგორი ტრანსფორმაცია იცი? ხშირად მაგალითად კომიკოსებთან რო საუბრობ ხოლმე, ქართველ კომიკოსებთან, ვისთანაც გქონია შეხება უდიდეს ნაწილს პატივსემ რა თქმა უნდა და მათ ნიჭს ეჭქვეშ არ ვაყენებ, თუმცა როგორც თამაშობენ ისეთივები არიან ცხოვრებაშიც, აი და როვენ ატკინსონი, ჩარლზ ჩაპლინი ეს ადამიანები ცხოვრებაში იყვნენ აბსოლუტურად სხვა ადამიანები და იქ სულ სხვა პერსონაჟი. ხო რა. რომ კომიკოსები ხშირ შემთხვევაში რაღაც გულჩათხრობილი ადამიანები არიან რეალურ ცხოვრებაში. სხვა შორის უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გასართობი ინდუსტრიაში და ასევე ჰოლივუდში საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩარლ ჩაპლინის ფაქტორმა. როგორც კინოში, როგორც მუნჯმა კინომ, ასევე ხო რაღაც შემოსავლების წყარო, მათ შორის გაყიდვების და მარკეტინგული ესე ვთქვათ ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვნად მაგრამ რა თქმა უნდა ხა ტექნიკური როლი ითამაშა ჩარლ ჩაპლინმა. იმ პერიოდში ხა თუ ჩაპლინი რამეს გამოაჩენდა მაღაზიის დახლებზე მეორე დღეს ეს პროდუქტი უმალ ქრებოდა ხოლმე და მარკეტინგი ყოველთვის აქტუალური გავლენა ავტორიტეტული ადამიანების. მოკლედ ლეგენდალური მაწანწალა, რომელიც პრინციპში არაერთ მუნჯ კინოში გამოჩნდა და საბოლოო ჯამში დამკვიდრა ადგილი, რომელიც ესეთი გენიალურია, ხო? დღეს გენიოსებზე უნდა ვისაუბროთ ასევე. აი რა სწორი გადასვლა იყო დღეს გენიოსების დღეა და რატომღაც აი ეს სიტყვა ძალიან გაზვიადებული გონია, იშვიათად ვიყენებთ როგორც ზედსართავს, გონია რომ მხოლოდ მაშინ უნდა ვთქვათ სიტყვა გენიოსი, როცა რაღაცა განდიდებული ნიჭის აღწერა გვიწევს, რაღაც ნიჭის აპოთეოზის სინამდვილეში. კი, გენიოსი თითოეულ ჩვენგანშია, უბრალოდ ამას აღმოჩენა სჭირდება, დანახვა სჭირდება და განვითარება. ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ ბავშვობით. წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, რომელიც ისაუბრებს იმაზე, როგორ აღზარდოთ გენიოსი თინათინ გობაძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. მოგესალმებით თინათინ. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენი დამოკიდებულება გითხარით გენიოსთან, როგორც ფენომენთან და გვეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ის თითოეულ ადამიანში უბრალოდ სწორ დროს სწორი აღზრდა და განვითარება სჭირდება. დიახ, სრულად გეთანხმებით, თავად გენიოსი როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეც მგონია ცოტათი რაღაცად გადაჭარბებული. დიახ, ზუსტად. და ასევე აი ის რომ თუნდაც მე მაგას უფრო ესე რომ ვთქვათ, ასოციაცია მიჩნდება მაგ დროს უფრო აი რაღაცა კრეატიულობასთან, რაღაც შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწყება ადრეული ასაკიდან. და როდესაც ბავშვი იბადება, ზოგადად ყველა ბავშვის მიდრეკილება არის რაღაცა შემოქმედებითობისკენ. და ჩვენი ზრდასრულების მოვალეობა არის ჩვენ ხელი შევუწყოთ სწორედ აი ამ შემოქმედებით უნარების განვითარებას, კრეატიულობის უნარების განვითარებას და არა ისე ვთქვათ ჩავახშოთ, ხო? ესეც ხდება ძალიან ხშირად გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე. ამრიგად ჩვენზე დამოკიდებული. გასაგებია რომ მშობლებზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, იმიტომ ცალსაღად ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვთან, ხო? მაგრამ მოდით ვისაუბროთ ბაღებზე, იმ ადგილებზე, იმ ლოკაციებზე, სადაც ბავშვი ბავშვობას ატარებს საკმაოდ პატარა ასაკში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იყოს პედაგოგების მიდგომა, უნდა იყოს თითოეულთან ინდივიდუალური დამოკიდებულება და შეფასება, თუ რაღაცა ესე ზოგადად ყველა ერთ ქვაბში მოიხარშოს და ყველას მიმართ კონდეთ ერთნაირი მეთოდები, ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება კიდეც სამწუხაროდ. დიახ, ძალიან კარგი და კომპლექსური კითხვა და მოდი ჩავშალოთ, ხო? როდესაც ვსაუბრობთ აი ბაღის სივრცეებზე და ზოგადად სადაც ბავშვები იმყოფებიან და ჩვენ გვაქვს მათთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი კომპონენტი გამოვკვეთოთ, რომელიც სასახად ხელს უწყობს აი ამ შემოქმედებითი და კრეატიული უნარების განვითარებას. და რა არის ესენი, ხო? აი თავისუფალი თამაში. ჯერ ჩამოვთვალოთ და შემდეგ განვარტოთ. თავისუფალი თამაში ასევე აქ მოიაზრება, რომ ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა თავისი იდეები თავისუფლად წარმოთქვას, გააჟღეროს და ჩვენ მოვისმინოთ გულწრფელად.
ზედმეტად. ასევე ბავშვს მივიცეთ შეცდომების დაშვების შესაძლებლობა. აუცილებლად შევთავაზოთ მას მრავალფეროვანი მასალები და ასევე თამაშის დროს, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით კონცენტრირდეთ ბუნებრივ მასალებზე. ასევე ბავშვს ხშირად დაუსვათ ღია კითხვები და არა დახურული კითხვები და შევეცადოთ, რომ როდესაც ბავშვი რაღაცას აჟღერებს, ჩვენ უბრალოდ ვიყოთ კარგი მსმენელი. და არ დავაიგნოროთ მისი არც ერთი იდეა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს უკვე აღარ უჩნდება სხვა დროს თქვათ უფრო იმისი სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გამოხატოს თავისი იდეები, გააჟღეროს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს მივიცეთ თვით გამოხატვის შესაძლებლობა და წახალისება. მოკლედ ეს არის ძირითადი ფაქტორები, რომელზეც მყარდება მისი კრეატიულობის წუნარის განვითარება. აი ავიღოთ მაგალითად ბაღები და თქვენ აღნიშნეთ ყველას ერთად მივუდგეთ თუ პირიქით დავინახოთ თითოეულ ბავშვი რაღაცის განსაკუთრებული უნარი რაც მას გააჩნია და დავიწყოთ იქიდან რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, ინდივიდუალურია და ყველა ბავშვს რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობა და უნარი აქვს და ჩვენი მიზანია ეს დავინახოთ და შესაბამისად მივცეთ შესაძლებლობა გასაქანი შევუქმნათ გარემო ფაქტორები აღმოცენდეს უფრო მეტად ხო რაღაც ააყვავდეს და არა თუ პირიქით. პირობითად ბაღში მაგალითად ვიღაც ბავშვი ძალიან კარგად ხატავს, ვიღაც ბავშვი ძალიან კარგად ძერწავს, ვიღაც პირობითად ძალიან კარგად ყვება ლექსებს და ნახეთ ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ დავიჭიროთ ეს ძლიერი მხარეები და გამოვკვეთოთ, არა თუ პირობითად ვკონცენტრირდეთ ხოლმე უარყოფით მხარეებზე. ესე ძალიან პატარა ტესტი რო ჩავატაროთ და მშობლებს ვკითხოთ აქედან ვინც გვისმენს, დაასახელონ თავიანთ შვილებში რა არის პირობითად 5 უარყოფითი მხარე. დარწმუნებულად სწრაფადვე დაასახელებენ, მაგრამ რომ ვუთხრათ რომ დაგვისახელონ 5 ან 6 დადებითი მხარეები, ძლიერი მხარეები, დაიწყებენ ფიქრს. რატომ? ჩვენ უფრო მეტად კონცენტრირდებით უარყოფით მხარეებზე, ვაკრიტიკებთ და ნაკლებად ფოკუსირდებით იმაზე, რაც გამოსდის. იმიტომ რომ უბრალოდ ესე ვართ გაზრდილი ესე მგონია. მშობელს ხშირად ესე მიაჩნია რომ რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს, რაც უფრო მომთხოვნი და მკაცრი იქნება, ამით უფრო დიდ სიკეთეს გვიკეთებს და ვიცი რომ ამას ზრუნვით აკეთებენ მშობლები, თუმცა საბოლოო ჯამში შეიძლება უბრალოდ კლავენ ჩვენში გენიოს, ხო? ეს ზრუნვა როგორ განსაზღვროს მშობელმა თან იყოს ფრთხილიც, მაგრამ არა იმდენად რომ შეაფერხოს ეს მთელი უნარები და ნიჭიერება ბავშვში. აი აქ დაახლოებით უფრო ვფიქრობ რომ რაღაცა ოქროს სტანდარტი არსებობს და ეს არის ოქროს შუალედის პოვნა. აი ზრუნვის კომპონენტზე რა ყურადღება გავამახვილოთ, არსებობს მხარდამჭერი მშობელი და არსებობს ჰიპერმზრუნველი მშობელი. აი ჰიპერმზრუნველი მშობლობის დროს მშობელი არ აძლევს გასაქანს რომ ბავშვმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თავად აირჩიოს, თავად დააფიქსიროს რა მოსწონს და რა არ მოსწონს, თავად აირჩიოს სხვა ნებისმიერ რამ, ხო რაც შიგნიდან მოდის. და როდესაც მე ვარ მხარდამჭერი მშობელი, ამ შემთხვევაში მე მაქსიმალურად კონცენტრირდები რომ ბავშვს ხელი შეუწყო, მისი უნარები გამოავლინოს, ძალიან დიდ პატივს ვცემას როგორც ცალკე პიროვნებას და არასდროს ვადარებ სხვას და მე მომწონს ის როგორიც არის. და აქ მინდა თან ასევე ჩავშალოთ და დიდი ყურადღება მივაქციოთ ადრეულ ასაკში, რომ როდესაც თქვა ბავშვი რაღაც იდეას გვიზიარებს, მაგალითად დედა იცი მე მაგალითად ვფიქრობ იმაზე, რაღაც თამაშის იდეა მოვიდა და ამ დროს ჩვენ თუ ვეუბნებით რომ რასის სურვილი ეს ასე არ გამომოდი, ასე გავაკეთოთ, ანუ მე ამ დროს ესე იგი დავაიგნორე მისი იდეა და მე უკვე სურვილი აღარ მიჩნდება სხვა დროს რომ კიდევ უფრო მეტად რაღაც გამოვხატო ის რა იდეაც გამიჩნდება. ასევე ღია კითხვები არის ძალიან ეფექტური ამ დროს. ხო აი მაგალითად თუ ჩვენ სახს მაგალითად კარი გაუფუჭდა, შენი აზრით რა შეიძლება გამოვიყენოთ კარის ნაცვლად მაგალითად, ხო? ან პირობითად ზღაპრის კითხვის დიახ, ან როცა ზღაპარს ვკითხულობთ, მაგალითად თავად ბავშვს მივცეთ დრო, მოდი მან მოიფიქროს როგორ დასრულდება ეს ზღაპარი, ხო? კრეატიული ამოცანები. კი ბატონო, ის საინტერესოა, როდესაც ვსაუბრობთ გენიოსებზე, მე მაქვს მსგავსი გამოცდილება და ვიცი რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ხოლმე, რომლის აღმოჩენაც ალბათ წლების განმავლობაში თანდათან ხდება და საინტერესო ბაღის მოსწავლეებზე საუბრობით, როგორი არის მაგალითად მithkoma ამ შემთხვევაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში და აი ამ შემთხვევაში ნიჭიერ ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებული სწავლების ფორმა ან მithkoma თუ არსებობს და ზოგადად ხო აი როგორ აღმოაჩინოთ გენია მათში. როგორ მიხარია ეს კითხვა რომ დასვით, რადგან ეს ჩემი მართლება და ძალიან მახარებს, როდესაც მსგავს თემას ვეხებით, რადგან ცნობიერება არის საკმაოდ დაბალი საზოგადოებაში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბაღის სივრცეებში, სკოლებში გვყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც
რომელსაც განსაკუთრებული და განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. რადგან ნახეთ, რეალურად თქვათ, მე შეიძლება თუ მაქვს ეს სპეციალური საჭიროება და ვიმყოფები ბაღის სივრცეში, აქ უფრო მეტად მე მიყურებენ როგორც უბრალოდ განსხვავებულ ბავშვს, ანუ სხვადასხვა განსხვავებულები არიან. მე ხშირად ვსვენია ნახეთ და მე მგონია რომ როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია რაღაც ხარისხზე, თუნდაც ბაღის სივრცეებში ხარისხი ვერაფრით ვერ იქნება ისეთი, როგორცაც წარმოვაჩენ, თუ მე უბრალოდ პირობითად ბავშვს აქვს სტატუსი, მაგალითად აუტიზმის სპექტრით არის ბავშვი და მე მას უწოდებ განსხვავებულს, იმიტომ რომ განსხვავებულ ქცევებს გამოვლენს, იმიტომ რომ პირობითად სირთულეები აქვს კომუნიკაციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და სხვა ბავშვებს განვიხილავ რომ ჩვეულებრივი ბავშვია. ეს შეფასება და მარგინალიზება ადამიანს. რა თქმა უნდა, და რაღაცად გამოყოფა, ხო, აი რაღაცა ცალკე ჯგუფად წარმოჩენა. ეს უკვე დანაშაულია და შესაბამისად ნახეთ, მე უკვე იმას კი არ ვუყურებ, რომ რაღაც უნარი დავინახო მასში, არა. მე ვფოკუსირდები, რომ ხელს გვიშლის პირობითად ვერ ერთვება თქვა ჯგუფურ აქტივობაში, რადგან მას სჭირდება განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული მეთოდოლოგია. თუ პირობითად მე ტიპური განვითარების მქონე ბავშვს ვაძლევ ინსტრუქციას, მოდი დაჯექი სკამზე, დაიწყე გაფერადება. ეს ინსტრუქცია მისთვის მარტივად გასაგებია, მის ტიპური განვითარებაც არის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში თქვა, როცა ეს სპეციალური საჭიროება გვაქვს, ჩემთვის საჭიროა მე მითხრათ, ნაბიჯ მომაწოდოთ ინსტრუქცია, მაგალითად, მოდი, შემდეგ დაჯექი, შემდეგ აიღე ფანქარი. რატომ? ჩემი ტვინი ასე მუშაობს, ხო? და მჭირდება განსაკუთრებული და განსხვავებული მოდგომა, მეთოდოლოგიით, ხო, სტრატეგიებით. ამერიკად მოკედა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი გამოცდილებით, როგორ არის უფრო ეფექტური? ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, სხვადასხვა სკოლაზე, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლებაც, რაღაც ნებისმიერი სახის განათლება, თუმცა ამ ჯგუფში ისინი ერთად იმყოფებიან. ანუ რაღაც მომენტში ეს თან ძალიან საინტერესო და კარგი საქმეა, მაგრამ თან ეს ადამიანები თითქოს გამოყოფილია და ცალკეა. აი, თქვენი პრაქტიკიდან, როცა ბავშვს იგივე აქვს აუტიზმის სპექტრი ან სხვადასხვა რაღაცა სპეციალური საჭიროება სჭირდება, ის უნდა იმყოფებოდეს ჩვეულებრივად ან ტიპური განვითარების ბავშვებთან ერთად და ასე უნდა ხდებოდეს მასში განვითარება თუ რაღაცა სპეციალურად მიუჩინოთ მასწავლებელი, ცალკე დავაჯინოთ და აი ესე აღსართოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, რა გაკითხვა. აუცილებლად ერთად, ხო? სპეცკლასებიც არსებობს, თქვა, სადაც მხოლოდ სპეციალური საგამართლო საჭიროების მქონე ბავშვები არიან, მაგრამ ნახეთ, ერთ-ერთი ძირითადი, როცა ჩვენ განვითარებაზე მუშაობთ, არის მთავარი ბერკეტი და ფაქტორია ერთად. ხო, ნახეთ, ინკლუზია. ზოგადად ინკლუზია ხშირად განიხილება, რომ თითქოს ეს არის უბრალოდ SSM და შშმ პირებისთვის რაღაც განსხვავებული სწავლების მიდგომა და პროცესი, მაგრამ რეალურად ინკლუზია ხომ ჩართვას ნიშნავს. ადრე განიხილებოდა ეს ტერმინი თქვა ასე, მაგრამ ახლა უკვე ხო აი ამ თანამედროვე მიდგომით ინკლუზიაში მოიაზრება, რომ ყველა ერთად იყოს ჩართული მიუხედავად მისი ინტერესებისა, შესაძლებლობისა, სტატუსისა, რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ხო? რადგან ასე ბავშვები ბევრად უფრო მეტად ვითარდებიან, მათ სჭირდებათ აუცილებლად სოციალიზაცია. და ერთ-ერთი დეფიციტური სფერო სწორედ ამ დროს გვაქვს ეს, რომ უჭირთ ურთიერთობები. ამერიკად რა თქმა უნდა დააკვირდეს მან თანატოლებს, ხო, რომლებიც სწორ კომუნიკაციას ამყარებენ ისევ თანატოლებთან და ბავშვები ამ დროს მოდელირებითაც სწავლობენ. ამერიკად ეს მხარდაჭერა და ერთად ყოფნა არა მხოლოდ ვისაც სტატუსი აქვს იმ ბავშვებისთვის, არამედ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. რატომ? ნახეთ, შორეულ პერსპექტივაში რომ ვიმსჯელოთ, შემდგომ ჩვენ ასე მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ფოკუსირებული რაზე მხარდაჭერაზე, ორიენტირებული არიან ინკლუზიური გარემოს შექმნაზე და არა ადამიანების დაყოფაზე რაღაც დიაგნოზების მიხედვით, ხო? აი, ინკლუზიურ გარემოს მინდა შევეხო, რახან ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კრეატიულობაზე, გენიოსების ამოცნობაზე ბავშვებში, მაინტერესებს როგორი გარემო გვაქვს დღეს, როგორც სკოლებში, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში. მე როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, ინკლუზიურ ადამიანებზე და კრეატიულობაზე ყოველთვის მახსენდება და გენიოსებზე ყოველთვის მახსენდება საკულტო ფილმი Forrest Gump, ხო? სადაც ფორესტი გარბის წინ ფილმის პერსონაჟი კარგი სპორტსმენი ხდება, კარგი ჯარისკაცი ხდება, კარგი მეოჯახე ხდება, კარგი ბიზნესმენი ხდება, კარგი ადამიანი ხდება, კარგი მეუღლე ხდება და მას აქვს საოცარი ნიჭი თანადგომის და ყველა საქმეში გამოავლინოს გენიოსობა ფაქტიურად, ხო? აი დღეს ინკლუზიური განათლების კუთხით თუ
თუ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა, საკმარისი განათლება, პირობები, ასევე გვყავს თუ არა საკმარისი პედაგოგები, სპეციალისტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების, აუტისტ ადამიანებს დავარქმევ, სპექტრის მქონე. აუტისტის სპექტრის სპექტრის ბავშვებში გახსნიან აი ამ ნიჭს, რომელზედაც ახლა მე ვსაუბრობდი. თუ გავავლებთ პარალელებს წარსულსა და ახლანდელ მოცემულობას შორის გვაქვს წინსვლა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ისეთი სახარბიელო მოცემულობა, როგორც გვინდა რომ იყოს. თუმცა დავაფასოთ მოკლედ ის, რომ გვაქვს რეალურად წინსვლები, მაგრამ როდესაც ინკლუზიურ გარემოზე ვსაუბრობთ, ნახეთ აქ მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ ერთი ძირითადი ფაქტორი. ხშირად პრობლემა ჩემში კი არა ის როგორც ინდივიდში, მე მნიშვნელობა არ აქვს რა შესაძლებლობით ვარ. პრობლემა არის ყოველთვის გარემოში. ესე იგი, ნახეთ, ინკლუზიური გარემო ის ნიშნავს იმას, რომ არის მრავალფეროვანი გარემო და ყველაზე მორგებული, ხო? და არა კონკრეტულ თქვათ ინდივიდებზე. ამრიგად ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მე გარემო მიშლის ხას და გარემო მზღუდავს, აი თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობა, ხომ გვაქვს ეს ტერმინიც. აქ ნახეთ, ესე იგი, მე მაქვს შეზღუდული შესაძლებლობა, რასაც განათლების მიღების დროს, გადაადგილების დროს, ხო? საქმიანობის დროს. ამრიგად შეგვიძლია პირდაპირ ცალსახად თქვათ, რომ სწორედ აი ამ გარემოშია სირთულეები, ცნობიერების ამაღლების კუთხით ათვანაგდებს სირთულეები. იმიტომ თუნდაც საზოგადოებამ ჯერ კიდევ რაღაცა იმ ტერმინოლოგიის ნაწილშიც რთულად ვართ, იმიტომ რომ ისე ხშირად დამაკნინებლად მოიხსენიებენ თქვათ ეს სტატუსის მქონე ბავშვებს მოსწავლეებს, რომ ეს უკვე ნიშნავს, რომ აქაც კი სამუშაო გვაქვს. კიდევ თუნდაც ადაპტირებულ გარემოზე, ხო, აქაც კი სირთულეებია, თუმცა მე უფრო მეტად მივიჩნევ, რომ ნაცვლად ადაპტირებისა ვისაუბროთ უნივერსალურ დიზაინზე. რატომ? უნივერსალური დიზაინი თავის თავში მოიცავს, რომ მე ყველა ადამიანისთვის მორგებულ გარემოს ვქმნი და არა თუნდაც პანდოს. მე პანდოს არ მომწონს, იმიტომ რომ პანდოსი პირდაპირ ხას უსმენს იმას, რომ აქ ვიღაც განსხვავებული პირი უნდა ავიდეს. არ ჯობია პირობითად იყოს უნივერსალური კარები მაგალითად, რომელიც იხსნება სენსორი და შედის იქ ყველა ეთილთმოსარგებლეც. სხვა პირიც, ხო? აი სასწავლო გარემოშიც სტიგმატიზაცია აღარ ხდება. რა თქმა უნდა. ამიტომ თითქოს ჩვენ გვინდა კარგს ვაკეთებთ, ეხლა ჩვენთან პანდოსებიც კი არ არსებობს. ჯერ კიდევ სად ვარ წარმოიდგინეთ, პანდოსებიც კი არ არსებობს, თუნდაც აფთიაქში, სკოლებში, სავაჭრო ცენტრებშიც. ამრიგად ცოტათი ეს ალბათ შორეულ პერსპექტივაში მივაღწევთ ამას, მაგრამ მოკლედ ეს უფრო სწორია, რომ უნივერსალური დიზაინზე ვისაუბრებთ. სპეციალისტები თუ არსებობენ მაგალითად ისეთი, რომლებიც თქვათ უნივერსალური სპეციალისტები თუ არსებობენ, მაგალითად დაწყებითი განათლების პედაგოგი, რომელსაც აქვს უნივერსალური განათლება, როგორც თქვათ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის, ასევე ტრადიციული, თქვათ, სასკოლო ტიპური განვითარების. იცით, რეალურად სპეციალისტების დეფიციტიც გვაქვს. პირობითად მასწავლებელი, რომელიც არის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და ასწავლის პირველ კლასელებს ან კიდე სხვა რომელიმე საფეხურის მქონე ბავშვებს, მათი გადამზადებაც ხდება, მაგრამ ნახეთ, რეალურად ისე არ ხდება, ისე ვთქვათ, ცოდნებით აღჭურვა, როგორც საჭიროა. იმიტომ ნახეთ, ეს არის სპეციალური მიმართულება. წარმოიდგინეთ, ის რომ ვთქვათ, მე ვიყო სპეციალისტი, მე უნდა მქონდეს რაღაც ხარისხი ამ მიმართულებით ვისწავლო რამდენიმე წელი. აი, როგორი შრომა ჭირდება, ხო, ამას და არა თუ ტრენინგი როგორ გაგვაძლიერებს, არა. საქართველოს შეიძლება საქართველოს მასშტაბით მიიღოს ისეთი ცოდნა ადამიანმა, რომ გახდეს ძალიან კვალიფიციური ამ მიმართულებით. რაღაც ცოტა ახალი ხილი მგონია. კი, მაგრამ აი მაგალითად სპეციალურობით განათლების მაგალითად მაგისტრის ხარისხი შეუძლია მიიღოს მასწავლებელმა სპეციალური განათლების მიმართულებით ეს გვაქვს. და ვფიქრობ, რომ თუ მოინდომებს ადამიანი 21 საუკუნეში უკვე იმდენი ინფორმაცია არის ჩვენს ხელთ, ღმერთო ჩემო, ვერ წარმომიდგენია, მე მინდოდეს და ვერ აღვიჭურო ეს რაღაცა სწორი. აი, რა მინდა გითხრათ, ეს მერკანტილური კითხვა. რა ჯდება გენიოსის აღზრდა? რა ფინანსებთან არის დაკავშირებული? იგივე არ ვიცი სხვადასხვა წრეზე ტარება ბავშვის განივითაროს, ან თუნდაც როცა ვსაუბრობთ აუტისტურ სპექტრზე სპეციალისტთან მიყვანა, განვითარება ბავშვის და რა ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრივ? თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაც პროგრამები არის, რომელიც ფინანსდება, მაგრამ ძალიან მწირი რაოდენობით და უფრო მოკლედ თითქოს ფუფუნებად მგონია მე საქართველოში. შეიძლება ესეთი გადაჭარბებული ნათქვამი, მაგრამ იმდენად
რაღაცნაირად არ არის პროპორციულად ერთმანეთთან ბევრი რამ. ხო, თუნდაც ჩვენი რაღაც შემოსავლები და შემდეგ ის სერვისები, რომელიც ჭირდება ჩემს ბავშვს. წარმოიდგინეთ, კარგ სპეციალისტთან, თუ რაღაც თერაპევტთან რომ მიიყვანოს მშობელმა ბავშვი, მოდი აქედან დავიწყოთ, რაღაცა ხელი შეუწყო სპეციალისტმა აი ამ ბავშვი მისი უნარების რეალიზებას გამოვლენას არის საკმაოდ ძვირი. კი. რასაც მშობელი ვერ უმკლავდება და ბუნებრივი რადგან ესეთი მოცემულობა გვაქვს ძალიან საქართველოში, ხო? ეს გენია შეიძლება დაიკარგოს ამ ამის გამო, ხო? დიახ, ეგ მომენტია და მოდი მეორე მომენტიც რომ განვიხილოთ, ძალიან ხშირად ხდება ისე რომ ხოლმე მშობლები უფრო იღებენ გადაწყვეტილებას, თქვა ბავშვის ინტერესი, მიდრეკილება რა არის, არათუ ბავშვი. ამიტომ ჩამოთვალეთ ზედმეტ ფაქტორები, მოусმინოთ, ძალიან ბევრი ვესაუბროთ. აი ამ გულწრფელ მოსმენაში და ბევრ საუბარში, ჯანსაღ კომუნიკაციაში მე უკვე ბავშვს ვენდობი, მის ინტერესებს ვენდობი, როცა მიზერებს თქვა რომ მე ეს მაინტერესებს და არა ეს. ჩვენთან ხშირად მშობლებს თუ პირობითად ბავშვობაში რაღაც ისე ვერ მიცეს, უნდა რომ თქვა თავის შვილში ჩადოს, მაგრამ თავისი შვილი ხო თვითონ არ არის. ხო, მაგრამ უნდა აღმოჩნდეთ ისიც რომ გარკვეულწილად მამასაკის ადამიანები ხშირად ტენდენციების მსხვერპლიც ხდებიან, მათ შორის გარემო კარნახობ ხშირ შემთხვევაში ეს ვთქვათ მიმართულებებს, რომელიც შეიძლება მისთვის ძლიერი მხარე არ იყოს, თუმცა როდესაც მშობელი ხედავს რომ მას რაღაცა უფრო კარგად გამოსდის, ანუ მისი ძლიერი მხარე ეს არის. ამ შემთხვევაში მიდგომა როგორი უნდა იყოს ალბათ და როგორ უნდა დაიხსნას მოკლედ საზოგადოების თუ იმ გარემოს გავლენისგან, რომელშიც ხშირად ექცევიან, მათ შორის ახლა ბოლო პერიოდში ალბათ ყველაზე გავრცელებული ტრენდები რაც არის, მათ შორის გაჯეტთან სიახლოვე, მათ შორის გაჯეტთან დაკავშირებული ეს თქო ცოდნები, მათ შორის TikTok-ი, მათ შორის მუსიკალურ გემოვნებასაც კი აყალიბებს გარკვეულწილად და მათ შორის სხვა ადამიანის იმ ფუნდამენტურ მნიშვნელოვან რაღაც შეგრძნებებს და თვისებებს, რომელიც შეიძლება მას ნაკანახები გქონდეს გარემოსგან. მოგეთ შევეცადოთ რომ რაღაც ამ თანამედროვე ტრენდებს რაღაც არ გავყვეთ, იმიტომ რომ მე თუ რაღაცა ჩემი ის რაც შინაგანად ჩემში არის და მაინტერესებს და ჩემი ინტერესთა სფეროა და თუ ამას არ დავეყრდენი და რაღაც რა ვიცი მეზობელმა მირჩია იქ მეზობლის ბავშვი იქ წაიყვანეს და მეც იქ წავიდე, შესაბამისად მე ვერ ვიქნები წარმატებული. მე შეიძლება დავიწყო ის, დიახ, ეს რაღაც მემართულება, მაგრამ შემდეგ მივხვდი იქ პროცესში რომ მე ეს არ მსიამოვნებს და ვერ წარმატებას ვერ ვაღწევ. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორი რომ რაც მე მომწონს, რაც მე გამომდის, ჩემი ძლიერი მხარე რაც არის ის წამოუწიო და არათუ ის საზოგადოებაში რა არის გავრცელებული. ხო, მაგრამ გარკვეულ ასაკში ამას ხომ ბავშვი ვერ ხვდება, ამას ალბათ ზრდასრული ადამიანების ხშირად ვექცევით ხოლმე მსგავსი მანიპულაციის ქვეშ. დიახ, აი ამრიგად აქ მშობლის როლია მნიშვნელოვანი. ხო, ნახეთ, მე ვაძლევ სწორ გეზს. მე როგორც მშობელი ვარ მხარდამჭერი და არა უბრალოდ მიმთითებელი, რომ ეს გააკეთე, ეს უკეთესია და არ უსმენ მას. მოდი ჩავეკითხოთ, ჩავეძიოთ, ხო? და გამოვიკვლიოთ რეალურად რა არის ჩემი ინტერესი. აი მოსმენის დროს ალბათ მნიშვნელოვანი არის ხო სრულების გათვალისწინებაც ამ შემთხვევაში მოზარდის და ხო რაღაცნაირად თითქოს გვინდა არ გვინდა მშობლის როლი მაინც შედარებით მკაცრი უნდა გამოვიდეს. ძალიან რთული არის ეს თემა. იმიტომ რომ ორად იყოფა აზრი. ზოგი თვლის რომ პირიქით რაღაც ბევრ წრეზე უნდა ატარო, იმისთვის რომ მრავალფეროვანი გატაცებები ქონდეს, ბავშვმა ენერგია დახარჯოს, იქაც ცადოს, იქაც. ზოგს კი პირიქით გონია, რაც მას უნდა. იქნებ ბავშვმა საერთოდ არ იცის რა უნდა. იმიტომ ეს ისტორიების მსმენია ბევრჯერ რომ ძალით შემიყვანეს პიანინოზე და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ აი ეს არის ჩემი ცხოვრება. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვიპოვოთ ბალანსი? ნახეთ, პირადად მე მქონია მსგავსი გამოცდილება, რომ თქვა ბავშვი შეუყვანია ცეკვაზე და არ იცოდა ხო ბავშვი ხარ რამდენად ეს მოეწონებოდა პროცესს და რაღაც 1-2 თვის შემდეგ აღმოჩნდა რომ ძალიან არ მოწონს ეს ამბავს. და ყოფილი ორი შემთხვევა თქვა ერთ რომ მშობელმა მოусმინა და გამოიყვანა და მეორე შემთხვევაში მშობელს დაუძალებია და ეს შემდეგ ძალიან რთულ შედეგებამდე გავსულართ ხო? ამრიგად ნახეთ კი ბატონო ვცადოთ ხო? თუ პირობითად ვცდილობთ რომ ბავშვის ინტერესები რაღაცად ესე აღმოვაჩინოთ, პირიქით მიუყვეთ და შემდეგ დავინახოთ პროცესში. ხშირი შემთხვევა არის თქვა რომ მიუყვებით ესე ძალით ხო ეკაჩებით და მიყვავს იქ სადაც არ უნდა და კიდე რაღაც ის ბალანსის დაცვა მოკეთ ხო? აი და მე თუ ვუსმენ ბავშვს და იქ პროცესში მან აღმოაჩინა ეს მისი არ არის. კი არ დავაძალო, რამე დიახ, პატივი ვცემი ის აი ამ გადაწყვეტილებას და დიახ. და თიკო მოდით ამას გკითხავთ, ბოლო კითხვა ეს იყოს თქვენი გამოცდილებიდან, დაახლოებით რა საკამდე უნდა მოახდინოს მშობელმა ბავშვში ინვესტირება მთელი ამ ცოდნის იმისთვის, რომ საბოლოოდ მიიღოს ადამიანი ნიჭიერი, განვითარებული, წარმატებული, აი ყველაზე კრიტიკული ასაკი. და როდესაც უნდა გაუშვას ხელი, ალბათ ესეც მნიშვნელოვანი ეს კიდე ცალკე თემა, მაგრამ კიდე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ამას ხშირად ვამბობ და მე ყველა სპეციალისტი და მეთანხმება ვფიქრობ, რომ 6 წლამდე ასაკი. აი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეგვიძლია ასე ვთქვათ, რატომ 6 წლამდე ასაკში მე რასაც ჩავდებ, ხო?
აი ჩათვალე დიდი ინვესტიცია არის. მე მესმის რომ უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, უდიდეს ენერგიას, მოთმინებას, მაგრამ ჯობია მშობელმა მოითმინოს ეს რაღაცნა დიდი იმპათიით განეწყოს აი ამ წლების მიმართ და შემდგომ აი ნამდვილად ექნება საუკეთესო შედეგი. უღმესი მადლობა თიკო. მადლობა თქვენ. და გვიხარია რომ ამ მიმართულებით, ინკლუზიური სწავლების მიმართულებით ცნობიერება უფრო და უფრო იზრდება და იხვეწება. მადლობა დიდი თიკო გოგაძე იყო ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ. დღეს მახან კრეატიულობაზე საუბრობთ და დავიწყეთ ჩარლზ ჩაპლინიდან არ შემიძლია არ გავიხსენო იპოლიტე ხვიჩია ხო რომელიც ჩვენი ჩარლი ჩაპლინი ჩვენი ჩარლი ჩაპლინი იყო და რომ არა ჩაკეტილი საზღვრების შესაძლოა უფრო დიდი ყოფილიყო და უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა მსოფლიოში იმიტომ რომ იპოლიტე უბრალოდ რომ გაივლიდა ეს უკვე სასაცილო იყო და ეს უკვე მოვლენა იყო ქართველი მაყურებლისთვის. კრეატიულობა, იუმორი, გენიოსები ამ თემის ირგვლივ ტრიალებთ დღეს და შესაბამისად შორს არ წავალთ, რასად როდის კლუბზე სასაუბროთ, საინტერესო სტუმრები მოვიწვიეთ. ეს გახავთ სტუდენტები გოგი დვალიძე და ანა გოგუაძე. მოგზანდით ბატონებო. ესეთი შეკითხვა მაქვს 13 საათზე იწყება ხოლმე ეს მოვლენა ყოველდღიურად. სად და როდის ხდება ეს ამბავი? მოიცნოთ. თუ კარგი კითხვა. სად ხართ ახლა? კარგი მინიშნება იქნება წუთი ჩაირთო ზრიალად. საქმე ჩვენს გადაცემა. დავატრიალე, ესე იგი ვირტუალურად. დიდი შესვენება. ერთი ინტელექტუალები. სტუმართა სასარგებლო. ძალიან გვიხარია ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ინტელექტუალურ თამაშებზე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის ადამიანის ცნობიერებას ამაღლებს და ინტერესის სფეროს აფართოებს, ძალიან თავისუფალსაც ხდის, მე ასე მგონია, იმიტომ რომ სკოლაშიც გვიგრძნია ბევრჯერ გქონია პასუხი, მაგრამ ორიდებულები ვიყავით და ხელი არ აგვიწევია, ხო? ამ შემთხვევაში პირიქით ეს სითამამე ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით ზუსტად ამ კომპონენტებზე ვისაუბროთ, რას ავითარებს, რას წვრთნის ადამიანში, რა სად როდის ტიპის თამაშები გისმენთ თქვენგან დავიწყოთ ანა. ჩემი აზრით, რასად როდის ის საუკეთესო საშუალებაა ინდივიდუალური განვითარებისთვის. პირველ რიგში არა მარტო გუნდთან ერთად მუშაობას სწავლობ და მათთან თანამშრომლობას და არაერთ უნარს იმუშავებ ამავდროულად სწავლობ საკუთარ თავთან მუშაობასაც. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რასად როდესაც მიდიხარ, არა მხოლოდ ინფორმაცია მიგაქვს და განიტვირთები ამავდროულად შეიმეცნებ სხვა რაღაცას, არამედ მოგაქვს ურთიერთობებით, ცოდნაც და ბევრი სხვა რამ. ეს ხოთშორის ჩემი გამოცდილებითაც მქონია მსგავსი შემთხვევა რომ ისეთი ინფორმაცია წამომიღეთ და ისეთი კითხვა რომ მოძეთ საერთოდ არ ვფიქრია და ამას პასუხს ეხომ საერთოდ და საბოლოო ჯამში მე სახში მისულზე ცალკე რისერჩი გამიკეთებია რომ უფრო მეტი და რაღაცა მიმეყო და ეს ალბათ ის მთავარი პროცესი არის ზოგადად ამ თამაშის ახლა. მოდით გვესაუბრეთ რასად როდის კლუბის შესახებ ჩვენთან ბათუმში. რა პერიოდით იკრიბებით ხოლმე როგორ შეიძლება მონაწილეობის მიღება მე პირადად დიდი ხალხმრავლობა არის ხალხმრავლობა როგორც ჩანს ანშლაგით მიმდინარეობს თამაშები. მოგვიყევით თქვენს პროექტზე რომელსაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახორციელებთ. ყოველ კვირას იმართება როგორც ვიცი ხო? მოდით აბა მოგვიყევით თქვენ გოგი. კი ბატონო, ყოველკვირეულად იმართება ეს ტურნირი ყოველ პარასკევს საღამოს 7 საათზე და თითქმის ყოველ დღე სავსეა ჩვენი აუდიტორია, თითქმის 60 გუნდამდე არის უკვე დარეგისტრირებული ყოველ თამაში და თითქმის ტევა არ არის. აი საინტერესოა ამ შემთხვევაში ხოდრ თქვენი უნივერსიტეტის თქვათ სტუდენტები მონაწილეობენ თუ სხვადასხვა სტუდენტებს საერთოდ მაგალითად გუნდებით რა თქმა უნდა არ მხოლოდ ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ, ასევე სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართული ამ პროექტში და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობენ ხშირად ჩვენს პროექტში. ძალიან ამის გამოა რომ 60 გუნდი ვარ და თითქმის ტევა არ არის და საკმაოდ დიდი კონკურენცია, ასევე ლეგიონერები ყავს, რომლებიც არის ჩვენი კურსდამთავრებულები და მაინც იმდენად უყვართ ეს პროექტი და იმდენად სურთ რომ მუდამ ჩართულები იყვნენ, რომ
იმის მიუხედავად რომ სტუდენტები აღარ არიან, ყოველთვის მოდიან და თამაშობენ ჩვენთან ერთად. თქვენ გულს ან ალბათ გარკვეულწილად შემაჯამებელი, უბრალოდ პროცესი როგორი არის თამაშის რაღაც ეტაპებად არის ალბათ დაყოფილი ხო? და მათ შორის ალბათ საფინალო შეხვედრაც, სადაც რამდენიმე გუნდი იქნება დარჩენილი სავარაუდოდ ხო? კი, თამაში იწყება უნივერსიტეტის სემესტრის დაწყებასთან ერთად და კვირაში ერთხელ იმართება, ძირითადად სისტემატიურად არის ყოველთვის ერთი და იგივე დროს. მონაწილეობის მიღება, როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ, ანუ შექმნან გუნდი, როგორც მათ სურს, ვისთან ერთადაც და შესაბამისად შემდეგ უკვე მიიღო მონაწილეობა. ეს გუნდიები, ბოდიშ ჩაგიკითხებით, ეს შეიძლება უცხო ადამიანებისგან შეიკრას თუ თქვენ წინასწარ იცნობთ ერთმანეს და უკვე მეგობრობთ? თვითონ მოთამაშეებზე არის დამოკიდებული, როგორც მათ სურთ, შეუძლიათ როგორც უცხო ადამიანებს შესთავაზონ, ასევე ნაცნობებს, მეგობრებს, კურსელებს და სხვა. პრინციპში ეს ალბათ გამართლებული ხრი კი იქნება, როდესაც გუნდში დაიმატება ისეთ ადამიანს, რომელიც გენიალურობით გამოირჩევა და რაღაც განსაკუთრებული ცოდნის ეს თქვა. თუმცა იქ შეიძლება მორიდება კონდეს, კაპიტანს როგორ ირჩევთ? ამ შემთხვევაში კაპიტანს აქვს ალბათ გადამწყვეტი როლი ხო? ხო, აი როგორ ირჩევთ კაპიტანს? რა ღირსებები შეკრება და ახსენეთ ზუსტად კაპიტნის მიერ ხდება გუნდის სხვა წევრების მოკრება. შემთხვევაში ჩემი გუნდის კაპიტანი ზუსტად ეგრე იყო, რომ ის ადამიანები დაგვაკავშირა ერთმანეთთან, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით მანამდე, მაგრამ ყველა სხვადასხვა ბექგრაუნდი გვაქვს, ასე რომ ვთქვა და ყველა სხვადასხვა ტიპის ცოდნა გვაქვს. ზოგს ხელოვნება უფრო მეტად შეუძლია რომ ზოგს ბუნება, ზოგს ფიზიკა. გოგი თქვენ გუნდს რა ქვია, იცი? მკითხეთ რამდენიმე. კი ბატონო, ჩვენ გუნდს საკმაოდ საინტერესო სახელი აქვს, შინშაი. შინშაი. რას მითხარი განმარტო. მოდი შემოგიბრუნებ და ჯერ თქვენ თვითონ თუ შეძლებთ რომ ამ გუნდის სახელის გამოცნობა. შინშაი? აბა დავფიქრდეთ, სამივე დავფიქრდეთ. ამ გუნდის ქართული სახელია. მართლა სახლში და ახლოს ხარ. შინშაი. მართალია. შინ სახში. შინშაი, ანუ სახლში შინ შედი. სახლში შედი. ანა თქვენ ამჯერად ჟიურის ამპულაში გადავინაცვლე, თუმცა ჩემს გუნდს ერქვა არსადროს მონაწილეობა. არსადროს. ანა, გითხარით ჟიურის ეს თქვა კომპეტენცია და შემდეგ როლი ამ თამაში როგორი არის? პირველად შევეჭედი ამ საქმიანობას ამ სემესტრიდან. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ არ არის მარტივი. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის აღება მომიწია საკუთარ თავზე, თუმცა დავამატებ იმასაც, რომ მე როგორც უკვე გამოცდილ მოთამაშეს, ვფიქრობ, თამაში მაინც სულ სხვაა და აი ეს საფუძველზე აფასებთ ხოლმე, პრინციპში მარტივი მოცემულობა არის, მან ალბათ გაცემულ კითხვებზე და შეჯამების მიხედვით ხდება გაცხელვა, ასე ვთქვათ, გუნდების. ამ შემთხვევაში ჟიურის რა ფუნქცია აქვს, რის მიხედვით ეს აფასებს და არჩევს? სავარაუდო როგორც ვიცით, პასუხები სხვადასხვაგვარია და არის კითხვები, რომელსაც აზრობრივი პასუხები აქვს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ, რომელ პასუხს ჩავთვლით თუ არ ჩავთვლით. აი თქვენ რომელი კითხვა დაგამახსოვრდათ, რო გითხრათ ღია ეთერში საინტერესო. რომელი კითხვა დავამახსოვრდა? თუ გაიხსენებთ. რომელს იქ მოახდინეთ თქვენზე შტაბში. და ჩვენ ხო, ჩვენს კითხეთ და პასუხით გითხარი. გოგი შენ დაფიქრდი? გოგის მივანდავ ეხლა რომ თუ გაიხსენებ. კითხვა მოახდინე შენზე შტაბეჭდილება, აბა გითხარი. უბრალოდ ყოველ ტურში თითქმის 30 ან უფრო მეტი კითხვაა და უცებ მიჭირს გახსენება. აი რაც მოგაგონდა, ვთქვათ, ეხლა მეც დამისვამს კითხვები და თუ გნება ჩემი კითხვები და ერთ-ერთ შემოგთავაზებთ. კი, ეგეც გითხარით და მე გვითხარით ის პირველი კითხვა, რომელსაც გაიცით პასუხი თქვენს გამოცდილებაში სულ პირველი, კი. თუ გახსოვს ეგეც. მაშინ ჩემი საყვარელი კითხვაა და იმას დაგისვამ. კი ბატონო. არის ასეთი ერთ-ერთი რეპერი, სახელად MF Doom-ი. დიახ. და გამოირჩევა იმით, რომ რკინის ნიღაბს ატარებს და საკმაოდ ტექნიკურია როგორც რეპის წერაში, ისევე ბითების გაკეთებაში. ეს პირველი ნაწილი MF-ი არის ორი ასობგერა, ანუ შეერთებული და უნდა განშიფროთ სწორად რას ნიშნავს MF. ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთს თუ გამოიცნობთ, მაინც შეგიძლიათ. მახასიათებელი თავიდან გითხარი გოგი ეს რკინის ნიღაბით გამოდის მუდამ სცენაზე და არის ისე რომ ბითებსაც თვითონ აკეთებს. მაფია? არა. მასკა? ორი, ანუ MF, M-ი ერთი სიტყვა, F-ი ცალკე სიტყვა. და ეს მისი პროტოტიპია ეს ორი სიტყვა? სასცენო სახელი. საინტერესო, წუთი მუსიკალურ ჟანრთან ხომ არ არის რაღაცა? ჰიპ-ჰოპ არტისტი. კავშირი თვითონ აბრევიატურა. MF, ესე იგი უკეთია ნიღაბი. Modern Face-ი? ახლოს ხარ. რკინის ნიღაბი. ფოლადივით რკინასთან ახლოს იქნება F-ი და ახლობით ალბათ. ერთ ფოლადივით. და სიტყვა ხარ რაღაც. ზარი ახლობელთან.
შეგვიძლია. MF-ი საინტერესოა. პატარა მინიშნება რო გითხრა, გოგი თუ მინიშნება დებს ალბათ ამ კინის ნიღაბ. რკინის ნიღაბთან არის მინიშნება, ანუ ეს აუ, არის ფილმიდან ხო არის, კი, არა. კინის ნიღაბი დიკაპრიოს modern face-ი არ არისო, მაგრამ ახლოს ხალხო ესე იგი გითხრა გოგი. რაღაც ციფრული სამყარო, AI-თან ხო არ არის? AI-სთან არ მგონია ვინაიდან თანამედროვე არტისტი არის? უკვე არა. 2000-იანების დასაწყისში. ინგლისური განმარტება აქვს, ხო? კი ბატონო. Magic არ ვიცი. მოდი გითხარია, რა? არა, ჩავიჭე. ინის ნიღაბით ყვილად არ მეთქვამს და თქვენ იმის გამოიყავით ახლოს, რომ face არა, metal face. metal face. modern face და metal face. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმარტივესი კითხვა. კინის ნიღაბი უბრალოდ უნდა გვეთარგმნა ინგლისურად და აჭერ გითხრა ადამიანმა რომ ინგლისურად თქვითო და ფაქტობრივად გითხრა რაც იყო. აი ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. ცხოვრებაში თუ შევთ ხოლმე ამ შეცდომას რაღაც გამოცდებს როცა გვიტარებს ცხოვრება ძალიან თუ გზებს ვირჩევთ ვართულებს როცა ყველაფერი მარტივად არის. გამოგიმუშავეთ თუ არა ზუსტად ეს სიხარტე და ცოტათი მსუბუქი დამოკიდებულება რაღაც მომენტში. მათ შორის ცხოვრების მიმართაც შეიძლება მსუბუქი დამოკიდებულებას. ჩემი პერიოდი გამოცდილებიდან თავიდან როდესაც თამაში დავიწყე, უკვე თითქმის შემიძლია ვთქვა, რომ 7 წლიანი გამოცდილება მაქვს სკოლის პერიოდიდან თამაშობ, თუმცა უნივერსიტეტში მომწია სულ სხვა ადამიანებთან ერთად თამაში, სხვა გარემო, სხვა პირობები იყო. ცოტა რთული იყო, სანამ შევეგუეთ ერთმანეთს, იყო შემთხვევები, რომ ძალიან ბევრი სწორი პასუხი არ გაგვიტანია, ან საბოლოოდ ვერ შევთანხმდით. კაპიტნის არჩევაზე ვსაუბრობდით წეგან, ჩემთან ძალიან ბევრი კაპიტანი გამოვიცვალეთ და თითქმის ყველა გუნდის წევრმა მოვირგეთ კაპიტნის როლი და შესაბამისად საბოლოოდ დარჩა ბოლოს ის, ვინც ყველაზე კარგად მოერგოდა. რასადროისი როგორც უკვე თქვი, ძალიან ბევრი უნარის გამომუშავებას უწყობს ხელს, მას შორის სისხარტესაც და შესაბამისად დროთა განმავლობაში ეგოები, შემდეგ უკვე წინა პლანზე იწევდა ხდები ლიდერიც კი. აი, საინტერესო არის დღეს თანამედროვე ცხოვრებაში რატომაც ისე ფორმირდა, რომ თითქოს ბევრი ამბობს სხვა შორის იმას, რომ წიგნისთვის შეიძლება ბევრი დრო აღარჩევდეს ადამიანებს და მათ შორის როდესაც უკვე უნივერსიტეტში სწავლობთ, რაღაც სპეციფიური, ასე ვთქვათ, მასალა გჭირდება, რომელსაც ეუბნები და შემდეგ. ზოგადად ეს საკითხავი. ინფორმაციის მიღების წყარო რა არის თქვენთვის და ასე ვთქვათ, ლიტერატურასთან ზოგადად მხატვრულთან და არა მხატვრულთან, აი დაახლოებით რა დროს უთმობთ ხოლმე თქვენი ცხოვრების, აი იმიტომ რომ რასადროდის კიდევ სხვა ცოდნა და უნარჩვევები ჭირდება და ალბათ სხვა ინფორმაცია. აბა გოგი. ლიტერატურასაც შეეხება ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი ვიკითხო, ვცდილობ რომ კონკრეტული გეგმები მაქვს ზოგჯერ დამყარებული, მაგალითად თვეში ამდენი, წელიწადში ამდენი და ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი წავიკითხო, მაგრამ ლიტერატურა არ არის მხოლოდ ერთადერთი წყარო, რომელიც დაგვეხმარება უშუალოდ რასადროდიში რომ უკეთესები გავხდეთ. შესაძლოა რასადროდიში თითქმის ყველაფერი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის რაღაცა ინფორმაციის ახალი წყარო. თუნდაც Facebook-ზე რომ ჩვენ სკროლავთ feeds, იქაც შეიძლება ისეთი ინფორმაცია შეგხვდეს, რომელიც მომავალში თამაშზე აუცილებლად გამოგვადგება. ძალიან ბევრჯერ მქონია მეც მსგავსი შემთხვევა, რომ ისეთი აი ბავშვობაში რო გვეუბნებოდა რომ ეს რო წუწუნედით რომ ეს რაში უნდა გამომადგესო, რასადროდის არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ის ინფორმაცია გამოგვადგება, რომელზეც ოდესმე ვფიქრობდით რომ რა შეიძლება გამოვიყენოთ ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა შევისწრუტოთ და ყველგან წავიკითხოთ და დავიმახსოვროთ. ჩვენ გუნდს თუ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თქვენს პროექტში. საინტერესოა. ჩვენ არ გვაქვს პერსპექტივა დღეს და ხოლო სტუდენტებისთვისა. არა, როგორც გითხარით, ანუ კურსდამთავრებული უკვე დიდია და დიდი პროფესია უნდა გავიაროთ. კი ბატონო, ჩვენ კლუბში უნდა გაწევრიანდეთ Facebook-ზე, სულ რასადროდის კლუბი. და ყოველთვის იდება იქ თამაშის წინ სარეგისტრაციო ფორმა და შეგიძლიათ არეგისტრირდეთ და მოხვდეთ ჩვენს თამაშში. აი რასადროდის პრინციპი ყოველთვის არის ხოლმე გარდა ერუდიციაზე და განათლებაზე, აი ამის გარდა დამოკიდებულია ასევე სხარტ აზროვნებაზე. და ასევე როგორც მე ვიცი თამაშის წესებიდან გამომდინარე, უნდა იყოს ლოგიკური ბმა კითხვის დროს, ხო? ამ კითხვებს ვინ არჩევს ხოლმე საინტერესოა. რედაქტორა გვაქვს, სადაც კითხვები გადის რედაქციას, შესაბამისად საბოლოო ვარიანტი უკვე გადამუშავებული მოდის და შემდეგ ხდება თამაში. აი საინტერესო მაგალითად კითხვის ავტორები თუ მიყავთ ხოლმე, მაგალითად ყოფილვარ ესეთ კავკასიის უნივერსიტეტში რაღაც განსაკუთრებულ სტუმრად, რომელსაც ერთი კონკრეტული კითხვა უნდა მქონოდა, როგორც თქვა ყოფილ მოთამაშეს და გამოსცილ რასადროდის სელს ხო და თქვენთან თუ არის ესეთი სპეციალური სტუმრები, რომელსაც მაგალითად გარკვეული საფინალო კითხვა შეიძლება მოიტანონ.
ჩვენთან სიმართლე რომ ვთქვათ, თვითონ სტუდენტებს მოაქვთ კითხვები, ამიტომ პაკეტი არის სრულიად შერეული, მრავალფეროვანი რო იყოს და შესაბამისად სტუდენტებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავად შეექმნან კითხვები, გამოაგზავნონ, გაივლის შემდგომ რედაქციას და დაისმება კიდევ ერთ. სურვილს აქვს ამის შესაძლებლობა? ხო, მაყურებელთან თამაში არის საინტერესო. სად უნდა მოიტანოს ეს კითხვა უნივერსიტეტის მიწეროს Facebook გვერდზე? ბატონი გიორგი მასალკენია ხელმძღვანელი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და კარგით, მოდით ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. გაგცემს ეს ნაწილი. კიდევ ერთხელ, ხო, ეს კონკრეტულად ამ ჩვენ შესანიშნავ სტუმრებთან საუბარი, ჩვენ ყოველთვის Facebook-ზე აქტიურები ვართ ხოლმე და ვდებთ ხოლმე გარკვეულ სახალისო ვიდეოებს, სახალისო ესე იგი ჩანართებს და გვინდა რომ ერთი კითხვა ჩვენს მაყურებელს დაუტოვო, სადაც კომენტარის სახით მაყურებლები მოგწერენ ხოლმე. აბა აი მერვე კამერაზე ერთი კითხვა დაუტოვე მაყურებელს, ხოლო მაყურებლისგან შემდგომ უკვე კომენტარებში ველოდებით პასუხებს. საკმაოდ რთულია და ტელეფონს გამოვიყენე მაშინ ჩანაწერები რაც მაქვს და იქიდან ამოვიღებ რომელიც. კი ბატონო, პრობლემა. ნახავთ, სხვა შორის კითხვის ძიების პროცესიც ძალიან ავითარებს, ასე მგონია, ხო? თავად როგორ გიპოვია ან რაღაცა კითხვა, როცა სურვილი ქონია რომ მოგეძიებია? ეს რაღაც შემთხვევით გადააწყდი თუ რაღაც კვლევის შემდეგ? მე კითხვა ჯერ არ დამისვამს, თუმცა საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ როდესაც კითხვის დასმა მოგინდება და გადაწყვეტ რომ რაიმე საკითხზე კითხვა დასვა, შესაბამისად უფრო მეტად უნდა გაერკვე, აუცილებლად წყაროც უნდა მიუთითო, მოიძიო, თავად გადაამოწმო, კითხვის სისრულეში დარწმუნებული იყო და შემდგომ გააგზავნო, ამიტომ არ არის ესე მარტივი პროცესი. ნამდვილად, აბა. ზარხარ, მაშინ მე შესავალს გავაკეთებ მერვე კამერაზე, ესე იგი შეგიძლიათ უკვე აჩვენოთ გოგი. თქვენს წინააღმდეგ თამაშობს გოგი დვალიძე დიდი შესვენებიდან. აბა 1986 წლის 21 აპრილს West Ham United-მა სახლში უმასპინძლა Newcastle United-ს. მატჩის სტუმრების ასარგებლად 7-1 დასრულდა. მაგრამ ამ მატჩის მთავარი გმირი ელვინ მარტინი გახდათ, რომელმაც ამ მატჩში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ჰეტრიკი შეასრულა. დაასახელეთ რით არის გამორჩეული ელვინის მიერ შესრულებული ჰეტრიკი. აი, ფეხბურთის მოყვარულებო, დიდი მადლობა. აქტიურად უღმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ვაგრძელებთ გადაცემას, ამ შემთხვევაში უკვე საბუნებისმეტყველო საგნებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. სხვათა შორის მთავარი მიზეზი, რატომაც ეს თემა დღეს ავირჩიეთ, იყო ის გარკვეული მონაცემები და ზოგადად კვლევები, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს ჩატარდა, მათ შორის გასული წლის მონაცემებით. დაახლოებით 31%-დან საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნული გამოცდების ბარიერის გადალახვა მხოლოდ 0.3%-მა სტუდენტმა უბრალოდ მოსწავლემ შეძლო. გარდა ამისა, მთელი რიგი ნუსხა მიზეზები იყო ჩამოთვლილი, თუ რატომ შეიძლება იყოს ნაკლები ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ დღეს, მათ შორის სწავლების მეთოდოლოგიაზე იყო საუბარი, ასევე ის, რომ ეს თქო ჩაკეტილ სივრცეში მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალება აქვთ მოსწავლეებს და ეს თქო არაფორმალური განათლებას ნაკლები ეს თქო ყურადღება ენიჭება, მათ შორის სპეციფიური ეს თქო აღჭურვილობა როგორც ქიმიას, ფიზიკას და ასე შემდეგ სჭირდება ცდების ჩატარების საშუალება და ასე შემდეგ, მოკლედ ინფრასტრუქტურა შესაძლოა და არის განვითარებული, როგორც ამბობენ კვლევის ავტორები საქართველოში, უფრო ცლად თუ როგორი არის დღეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება საქართველოში, რა მიდგომები არსებობს და რა გამოწვევების წინაშეა ეს კონკრეტული მიმართულება, გიორგი მოსიძე გვიამბობს, ბუნების მასწავლებელი. გიორგი, მოგძანდით რა სადროდიდან როგორი გადასვლა არა? გიორგი მოსიძე. გამარჯობა. აი, ხშირად გვესმის ხოლმე, რომ საბუნებისმეტყველო მიმართულება საქართველოში არ არის ისეთი აქტუალური, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიები, იურიდიული ფაკულტეტი, ეკონომიური. არა და ზოგადად ამ მიმართულებაზე დგას ჩვენი მეცნიერება, ჩვენი წარმოება, ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი ეკოლოგია, ჩვენი მედიცინა. რა სიტუაცია გვაქვს? გიორგის ვკითხოთ ჯერ ემხრობა თუ არა საერთოდ იმ ეს თქო კვლევას, რომელიც გასული წლის მონაცემებით ესე ფორმირდა, რომ დაახლოებით 31-დან მხოლოდ 0.3%-მა შეძლო ბარიერის გადალახვა.
კეთილი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს. უსრული ბედნიერ და წარმატებულ დღეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას. თუ გულისხმობთ პიზას კვლევებს, მე ძირითადად ამ კვლევებს ვეცნობი. დიახ, სამწუხაროდ გვაქვს ისეთი შედეგები ამ საგანთან მიმართებაში, რომ საკმაოდ დაბალი შედეგები გვაქვს შედარებით თქვათ ქართულთან, ქართული ცალკე საკითხია კიდე და თქვათ მათემატიკასთან. თუმცა გამომდინარე კიდევ რომ ჩემი ინტერესი სწორედ ეს საგანი არის და ამ საგნის სწავლება არის, სწორედაც რომ ამას უფრო აღწევ ყურადღებას. ის მიზეზები, რაც დასახელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ რატო არის ეს დაბალი შედეგები, საკმაოდ რეალობასთან კავშირში არის, იმიტომ რომ საგანი ისე ისწავლება, წარმოიდგინეთ საგანი, რომელიც ასწავლის ბავშვს ცხოვრებას, ეს არის შენი, როგორ გითხრათ, ანუ ის თეატრია სკოლა, რომელშიც შენ ყველა როლს, ყველა თამაშს, აი თითოეულ როლს ირგებ და ანუ სცენებს თამაშობ სხვადასხვა ცხოვრებისეულს. შესაბამისად, ბუნება ყველაზე ახლოსაა ამ ცხოვრებასთან, იმიტომ რომ ყოველთვის რომ შევდივარ ჩემ კლასში, სულეუნები ბავშვებს. აი წარმოიდგინეთ ახლა რომ თქვათ განვიხილავთ წყალზე ხო რაღაცა თეორიას. აი დღეს სკოლიდან მოვდივარ სხვათა შორის, დღეს მქონდა წყალზე საუბარი. აი წარმოიდგინეთ ახლა ყველა წუთში იძახი წყალემი და. აი წარმოიდგინეთ რომ წყლის გარეშე როგორ შეიძლება. ან რა როლს თამაშობს თქვენ ცხოვრებაში, ხო? ისევ დაუფიქრდით თქვენ სიტყვებს და აი რო გარბიხართ და გამორბიხართ, ხო ხვდებით? ანუ იმდენად პრაქტიკულია ის საგანი, იმდენად საინტერესოა, რომ ამ შედეგებს რო უყურებ, აი ძალიან ისეთ განცდები მაქვს, რომ რატო შეიძლება? აი რატომ თქვენი აზრით, რაშია პრობლემა? გეტყვით. პირველ რიგში ის, რომ საგანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახსოვსია იმ შესაძლებლობებით, სხვათა შორის ჩემი სადიპლომოც ეხება ბუნების სწავლების მეთოდიკას, რომ აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება დააინტერესოს საგნით ბავშვი, ხო? თან ისეთი საგნით, რომელიც ცხოვრებას გასწავლის, ხო? აი ყველა ფეხის ნაბიჯზე შენ ბუნებას ეხები, გინდა არ გინდა ეხები. ბევრჯერ მithქვამს, რომ შეიძლება მე ხარ მომისმენე, მაგრამ გახვალ და აუცილებლად დაეჯახები იგივე სიტუაციას და ამიტომ ეს არის თეატრი, გამოცდილება და მე უკვე რეალური ცხოვრებაა. და სულ ამბობ, რომ ეს პატარა 4 კედელი არ ნიშნავს, ბუნება არ არის ის, რომ შენ წიგნი გადაშალე, წაიკითხე და დახურე. ეს არის ცხოვრების გაკვეთილები, რომელიც დაგეხმარება და საგზლად მიყვება მთელი ცხოვრების მანძილზე. და პრაქტიკული ნაწილი ალბათ, ხო, რომელიც მნიშვნელოვანია. პრაქტიკული ნაწილი. ეხლა ნახეთ, როგორ შეიძლება ინტერესის გაჩენა. ჯერ ყველაზე რთული საკითხი არის სასწავლო სისტემაში ინტერესის დაჭერა ერთი, რომ დაინტერესო და მეორე რომ ხანგრძლივი იყოს ეს ინტერესი. აი ამისთვის მე რა ვიცი, აი სხვადასხვა მრავალფეროვან მეთოდს ვიყენებ. დაწყებული იქიდან რომ ბუნება მოიცავს დაკვირვებას, აღწერას, შემეცნებას, გაკეთებას. ეხლა მე რო ვილაპარაკო, ჩემს ლაპარაკს, რა ვიცი, არაფერი ფასი არ აქვს, ერთი ვიდეო და ერთი პრაქტიკული გაკეთება უკვე ყველაფერს წონის. ჩემი გაკვეთილება ყოველთვის სავსეა პრაქტიკული დავალებებით, ვიდეო მასალებით. აი მაგალითად, როცა ვამბობ, რომ თქვათ მნიშვნელოვანი არის სცენარე ისევე როგორც შენთვის, ისევე ცხოველებისთვის და საერთოდ სამყაროსთვის, ხო? რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ამის პრაქტიკაში, ანუ მოვიყვანოთ, ხო, რეალობაში. სხვათა შორის დავრგით ლობიო, დავთესეთ, მაგრამ ეს არ იყო დღეს დავთესეთ და всё, გადავიდეთ ეს ნაწილი. ნახეთ, პროცესი არის, რომ უნდა დააკვირდეს, როგორ გაიზარდა, როგორ უვლის, რას აკეთებს, ამას წინაპირობა უწევს, რომ თქვათ შენ ასწავლე იმას, რომ როგორ უნდა იზრუნო, რა ტემპერატურა უნდა. მე უკვე ამაზე ზრუნავენ და დღეს სხვათა შორის ერთ-ერთ მომასწავლემ მითხრა, რომ მასო მე მარტყსულიო. ანუ ეს უკვე ჩემთვის ის რომ ემპათია გაუჩნდა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ და აი მცენარეს უვლის, ეს უკვე წარმოუდგენელი შედეგი არის, ძალიან დიდი შედეგია და შესაბამისად თუ დაინტერესება უკვე არის, ეს უკვე ჩემთვის მიღწევა. თუმცა მეთოდებში არის ძალიან მრავალფეროვანი. მე გარდა იმისა, რომ ეხლა ვგეგმავთ სკვერში გასვლას და ნიადაგის შესწავლას მეორე კლასელებთან. მაღალთან კი არა, როცა გვაქვს საუბარი, რომ აი თქვა, საიდან უნდა დავიწყოთ ბუნების შესახებ და აი ამ ეკოლოგიურ განათლებაზე საიდან ვიწყებთ საერთოდ საუბარს. ეს არის ისევ იმ პირველი საფეხურიდან და პირველი დაწყებითების ასაკიდან, რომ აი ბავშვი უკვე უნდა გაუჩნდეს ეს, რომ ის, რასაც ეხება, ის, რასაც ხედავს, ეს არის მის ირგვლივ სამყარო, რომელიც ისევ მის ხელშია.
გიორგი, თავის ხელში. აი საინტერესოა მაგალითად თუ არის პროგრამაში გათვალისწინებული თქვენ ალბათ არაფორმალურ განათლებაზე საუბრობთ ეხლა და თუნდაც ნიადაგის შემოწმებად თქვენ ახსენეთ აქტივობა, რომელსაც გეგმავთ უკვე მეორე კლასელებთან. აი როგორ არის ზოგადად გაწერილი პროგრამულად საბუნებისმეტყველო საგნებთან მიმართებაში, აი როგორ აძლევთ ცოდნას და რას გთხოვენ მოკლედ? კი, რაც შეეხება ეხლა აი ამას, თქვენს კითხვა საინტერესო კითხვა იყო და რო ახსენეთ არაფორმალური გამიხარდა. მე მუშაობ რამოდენიმე სკოლაში ერთდროულად, ეს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი, სადაც უშუალოდ ბუნებაზე მუშაობ, მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაში და ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ისე ვისარგებლებ და მოვკითხოთ ჩემს მოსწავლეებს, ყველას, ეხლა მადონებენ თვალყურს. მოვიკითხოთ ყველა. გიორგი, რამდენი წლის ხართ? 23-ის. აი უკვე სიამაყი თქვებსება გულ. გაიხარეთ. არაფორმალური განათლება სხვათა შორის ლალიანთიძის საკვირაო სკოლა მომცა იმის პრაქტიკა, რომ არაფორმალური დავნერგო აი ფორმალურ სასწავლო სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგალითად მაქვს რაღაც აი სტანდარტი მეუნება, რომ შემდა მიყო ამ გეგმას, ხო? მაგრამ სტანდარტი მე იმის თავისუფლებას მაძლევს, რომ შენ როგორც გინდა ისე მიდი. თავარია შედეგზე გახვიდე. შესაბამისად უკვე ჩემს კრეატივზე, ჩემს მიდგომაზე არის დამოკიდებული მე როგორ წავიყვან. მე თუ ავარ აღჭურვილი იმ უნარებით, პედაგოგის იმ უნარებით, 21 საუკუნის პედაგოგს რაც უნდა გააჩნდეს. აი რა არის ეს უნარები, ჩამოთვალოთ კი. აუ პირველ რიგში სულ უფრო კრეატივი, მოხერხებულობა, დროის მენეჯმენტი, მართვა კლასის, ენთუზიაზმი, ემპათია პირველ რიგში, ანუ მოსწავლე, აი არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ჩემი გეგმა არ იყო პედაგოგობა. საკმაოდ ბოლოს გადაწყვიტე, მაგრამ როგორც კი დავიწყე ამ პედაგოგიურ მოღვაწეობაში და სხვათა შორის ანუ უცებ კი არ გადასულა, ანუ პირველი კურსიდან დაწყებითების ის ვარ, რა ქვია, პროგრამის სტუდენტი ვარ და ანუ იმ თავითვე უკვე მივხვდი, რომ მე აქ უნდა ვიყო. და სხვათა შორის მადლობა ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის BSU-ს, რადგან აი იმხელა გასაქანი მომცა ამ უნივერსიტეტმა ცოდნით, პროფესიული და ამ ყველაფრით, რომ ყველაფერს, რა ვიცი, ერთდროულად ეს ბუკეტი რაც დამიგროვდა, ყველაფერს ამ სკოლებში აი თქვენს ვანაწილებ. თაობაში რამდენად პოპულარულია მასწავლებლის პროფესია? სიმართლე გითხრათ, დასაწყისში მერიდებოდა ამის თქმა, რომ სტუდენტი ვიყავი, იმიტომ რომ მახსოვს ერთხელ იყო სკეპტიკური აზრები და სტერეოტიპები არის. ტაქსში ვიჯექი და რაღაცა მძღოლმა ქალბატონო პროფესორთან ერთად ვიყავი და ეს მიჭირდა ამის თქმა, რომ თქვა პედაგოგიურზე ვარ და ამ კაცმაც მითხრა, რომ აგინდა შვილო მაგაზეო და წათი გაიარე რა მე გადაწყვიტე გააკეთე. მოკლედ რა თქმა უნდა, რატო იკითხან? ეგ ისეთი საკითხები იყო, ეგ ცნობიერების ამბავი უფრო არის და ამიტომ ამას არ გავიცი პასუხი, თუმცა მერე და მერე რაც შეეხება აი ამას ბიჭებზე მაქვს უფრო საუბარი, ანუ ახლა გოგონებში უფრო არის ეს. რომ მე მაგალითად 91-ში ერთი ვიყავი თავის დროზე. გოგონები იყო ირგვლივ. ეს კიდე მაკომპლექსობდა, აი ძალიან ისეთ შეგრძნებაა ჩემთან ჩემს უკან კიდე ერთი ბიჭი და ალბათ იმას უფრო ესმის ეს განცდა, რას ნიშნავს, როცა ბევრი იმას შეხარ და მოკლედ დროთა დრო უკვე იცვლება მდგომარეობა და აი ჩემს სკოლაში პროგრესში იმდენ ბიჭს ხედავ მიხარია და კაცს აი ასაკის გამოყოფილ ხართ თუ არა სტერეოტიპული განსჯის ობიექტი. აუ კი საქმე ის არის რომ მე ვაღიარებ იმ გამოცდილ პედაგოგებს, არ ვიცი ხომ ახლა თუ გამოდის ნათქვამი, მაგრამ ვაღიარებ იმას, რომლებიც ნახეთ როგორ გვიდგებიან ისე გვიდგებიან რომ რაღაცას ჩვენ შეიძლება რაღაცა ვასწავლოთ და ჩვენ მათ გავსწავლოთ. როცა ვიღაცა გიღებს თავის პროფესიულ კარიერას, ხო, აი დიდაქტიკურად გვიდგება და გვასწავლის, ხო, აი რაღაცა მსმენია ბერჯერ, აი ხა ამან რა უნდა გვასწავლოსო და სინამდვილეში შეიძლება ჩვენ უფრო რაღაცა გვაქვს, იმიტომ რომ ამას ფიზიკურად ცოდნა 5 წლიანი გამოცოდნა გვაძლევს, ამას გვინდა არ გვინდა. სხვა შორის ეს სტერეოტიპული მიდგომა არ მხოლოდ ახალგაზრდა მასწავლებლების მიმართ, არამედ უკვე ასე ვთქვათ ხანში შესულ მასწავლებლების მიმართაც არსებობს, რომ აი მაგალითად ის დროს ვერ მიხვება, მოსწავლეებს ახალი მიდგომა სჭირდებათ და ასე შემდეგ. გიორგი, თქვენ ახსენეთ, ვთქვათ, როგორ ზრუნვის ნაწილი, ესე ვთქვათ, როდესაც ადამიანის მიკუთვნებულობის შეგრძნება აქვს, რომ მაგალითად დარგოლობიო მერმასულის ასე შემდეგ ეგ გასაგებია და ალბათ ეგ კავშირი არსებობს მცენარეს და ადამიანის შორის. თუმცა აი ზოგადად ეკოლოგიის ნაწილში როგორ მოუვაროთ ბუნებას, როგორ მოუფრთხილდეთ მას, როგორ მოუვაროთ გარემოს. აი ამ მიმართულებით თუ აქტიობები და რა სახის. იმ კითხვას მივყვები, რომ აი თქვათ არაფორმალური განათლება და აი ფორმალურ განათლებაში რანაირად შემოდეს ეს ჭრილი, ანუ იქიდან რომ თქვათ მე ხომ მაქვს თავისუფლება თქვათ რას გავაკეთებ ჩემზე არის, ხო?
სწორედ ეს რაც გავაკეთებ, როგორ მივყვები ამ პროგრამას, მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შემოვიტანო ეს არაფორმალურობის ელემენტები. და გიორგი, აქ უნდა ჩაგეკითხოთ, თქვენ ზერ დამოკიდებული ისე ამბობთ, თითქოს განათლების სამინისტრო დამყარებულია იმ იმაზე, რომ რამდენად კეთილსინდისიერი იქნება ბუნების მასწავლებელი. კი, ნახეთ, საბოლოო ჩემზე კი არ არის. იქ გაწერილი არის, რა თქმა უნდა, ახლა სტანდარტი ვინც ჩახედულია ამ საკითხში, იქ არის გაწერილი ეკოლოგიური განათლება და თვითონ ეს წიგნები, რომლებიც უკვე ვთქვათ, რომლითაც ხელმძღვანელობთ, იქვე არის ეს ეკოლოგიური პროექტები, აი მაგალითად ბოლო ეკოლოგიური საკითხი იყო წყლის დაბინძურებაზე და ჩვენ აი მეოთხეშიც იყო წყლის დაბინძურებაზე და მეორეშიც რაღაც პროგრამით ერთად არიან. მაგალითად რა გავაკეთეთ, რომ ვუყურეთ ვიდეოებს გარკვეულ ვიდეოებს, სადაც მაგალითად ადამიანი როგორ მოქმედებს წყლის დაბინძურებაზე, რა როლი აქვს ადამიანს გარდა ამისა დაბინძურებასთან დაკავშირებით იყო აი შენ სირგვლივ უბნის სიწესრიგეზე როგორ რანაირად მოქმედებს შენ და სწორედ აი აქედან გამომდინარე ჩვენ კარგად მახსოვს მეორე კლასში ჩავატარეთ ეკოლოგიური კლუბების შეჯიბრი მოსწავლეებმა დაწერეს ეკოლოგიის რა თქმა უნდა გამომდინარე ასაკიდან შესაძლებლობებიდან გამომდინარე შექმნეს კლუბები რომ აი მაგალითად თავიანთ კლუბში რას გააკეთებდნენ რა თქმა უნდა ეს არ იყო ერთჯერადი ჩვენ აუცილებლად მე ამ კლუბებზე გვექნება საუბარი ასაკთან ერთად უკვე რო გაიზრდებიან ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ეს კლუბების საკითხები და პროგრესში არის ჩვენ პროგრესშიც არის ეგეთი რაღაცები მაგრამ სკოლებიდანაც მსმენია რომ აქვთ უკვე ძალიან შემოვიდა ეს ეკოლოგიური აღზრდა და სწორედ ამასაკიდან იწყება მსგავსი ტიპის აღზრდა. მნიშვნელოვანიც და აუცილებელიც არის ალბათ გიორგი, მაგრამ აი საინტერესო იცთან ცოტა რთულია. გიორგი, მოდი გითხარი მშობლის ჩართულობაზე იმისათვის, რომ ბავშვებს ბუნება შევაყვაროთ, იმიტომ რომ სკოლაში უკვე მოდიან 6 წლის თქვენთან ურთიერთობა ეწყებათ უკვე დაწყებით კლასებში. აი მანამდე როგორ შეუძლია მშობლებს შეაყვაროს ბუნება, თქვენ რა რჩევებს მიცემთ მშობლებს? კეთილი, საინტერესო კითხვაა, მადლობა. პირველი კრება როცა იყო, მშობლებთან როცა მქონდა შეხება, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო, რომ ბუნება საგანი არა. ანუ ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ქართული მათემატიკა ყველანაირად ქართული მათემატიკა საწევია. პრიორიტეტი იყო ეს. პრიორიტეტი იყო ეს ორი საგანი, მაგრამ ის რომ სანამ ქართულად ლაპარაკს დაიწყებს, ან მათემატიკის ანგარიშს დაიწყებს, ის ხედავს სამყაროს, მოძრაობს და შეიგრძნობს ამ შეხები და ასე შემდეგ. რაც უთხარით, მოსწავლეებს მშობლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ რა გააკეთოთ, რომ როცა ჩემი კლასიდან გადის ბავშვი, ხო? და მოდის სახლში, აი ოჯახში, მაგალითად. დაიხმარეთ ბავშვები მაგალითად სადილის გაკეთებისას. ესაუბრეთ მაგალითად, როდესაც თქვათ აბაზანაში პატარებთან, როცა გვაქვს საერთო ურთიერთობა, როდესაც გაქვთ სახლში რაღაცას ალაგებთ, დაიხმარეთ, ესაუბრეთ, რომ აი მაგალითად ის ნივთები მაგალითად რა შეეხე პლასმას, რა შეეხე მინას, ისე დიალოგში. კარტოფილი დათალეთ. ხო, კარტოფილის ნარჩენები რომ თქვათ შეიძლება გამოვიყენოთ ეს და როგორ მოახდინოთ ამის სეპარირება თუნდაც და შემდეგ. კი, როგორ შეიძლება გადავანაწილოთ და როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ყველაზე კარგი, ყველაზე გამოცდილი და ისეთი აპრობირებული არის აი მშობლების და მოსწავლეების მშობლების და შვილების ურთიერთობისას როცა სწავლის ელემენტებს აპარებ ნელა-ნელა დოზირებულად და ის ვერც ხვდება რომ როდის შემოესწავლა ეს ყველაფერი ისე სიამოვნებით აკეთებს ამ ყველაფერს ისე ერთვება და ბოდიში ერთსაც ვიტყვი როცა ჩემ მშობელს ვიტყვი რომ ერთ-ერთი პარკში შემოხვდა და აი ნახეთ ახლა სათხართ მეთქი რა მოსწავლეებს უთხარი სათხართ მეთქი ჩემებს და მას პარკში ვართო ეს ხო ვისწავლეთო ჩვენო და სურათებსაც ისეც ვარჩევ რომ ბათუმში აი თქვა თუ გვაქვს სკვერზე საუბარი ბათუმის სკვერებს და ბათუმის პარკებს ვაჩვენებთ ზღვაზე შავ ზღვაზე გვაქვს საუბარი და მათი უბგლივ სამყაროს და უფრო მარტივია უკვე აღქმაც გაგებდეს გიორგის გაკვეთილს მინდა დავესწრო. მეცია როგორ გაუმართლოთ? საბოლოო ჯამში გიორგი მაინც იქამდე მივედით რომ მოსწავლისთვის და შვილისთვის ყველაზე კარგი მაგალითი აუცილებლად არის მშობელი და ალბათ ეს არის ფუნდამენტი იმისა თუ როგორ შეიძლება სახლში მიიღოს ის გარკვეული უნარჩვევები, რასაც შემდეგ სკოლაში უფრო მეტად განავითარებს. კი, საწყისი უნარები, რომელიც საჭიროა ეკოლოგიურ, ჩვენ ბაღშიც უკვე დანერგილია ეკოლოგიური განათლება, აი პრიმიტიულ რაღაც აი ეს დავალებებს აძლევენ და მერე უკვე უნარები დაკვირვება, მიზეშედეგობრივი კავშირების დადგენა, ემპათია ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, ეს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის და თუ ეს რაღაცები არ გვაქვს წინ, მერე ახლა შეიძლება მოვიდეს გადააგდოს
ინგლისში რა მე მასო თქვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა უკვე იცოდინება, რომ ის ნაგავი, რომელიც ისევ მას დაახრჩობს მომავალში და მას შეუქმნის პრობლემას, იმ თავითვე იზრუნებს და ერთსაც დავამატებ, აი ნარჩენებზე, მაგალითად, ჩვენ ხო საუბრობთ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ერთ-ერთი არის ნარჩენების მართვა, ხო? თემა გქონდა ნარჩენებზე მეორე კლასში და გავაკეთეთ ეგეთი რაღაცა პლასტმასის ბოთლებისგან, აი ისეთი რაღაცები შექმნეს, საყურეების ჩამოსაკიდები, საპასტე და ასე შემდეგ და თვლი რომ უკვე ის შრომა რაც გავაკეთე და სხვადასხვა აქტივობებში ვიყენებ, სულ კარდონი, პლასტმასი და ესეთი რაღაცები რაც არ ჭირდებათ, ხო, სულ ვიყენებ და ეს არის სწორედ აი არაფორმალურის ელემენტები რო გვაქვს უკვე სკოლაში შეტანილი და რომ ადაპტირდეს ფორმალურს. არაფორმალურს ვიძახით, რომ ისე ფორმალური უნდა იყოს. ფორმალური უნდა იყოს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევით. გიორგი მოსიძე ბუნების მასწავლებელი გახდათ ჩვენი სტუმარი. მადლობა კიდევ. გენიოსიც. წარმატებები. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. დღევანდელი სამუსიკო ბიზნესი, იგივე შოუ ბიზნესი ძალიან კომპლექსურია. მხოლოდ კარგი მუსიკოსი, ნიჭი ან საინტერესო ვიდეო რგოლის გადაღება ან მუსიკალური კომპოზიციის დაწერა არ განსაზღვრავს მის წარმატებას და პოზიციონირებას განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზარზე. აქ უკვე ავანგარდში წამოვიდა ერთი პროფესია, რომელსაც ქვია პროდიუსინგი აუდიოვიზუალურ სამყაროში, ქართულ აუდიოვიზუალურ სამყაროში ეს არის ახალი ხილი, შეგვიძლია ვთქვათ. ასე თუ ისე კინემატოგრაფში უკვე ადაპტირებული და დამკვიდრებული მუსიკალურ სამყაროში ახლა მკვიდრდება სახვითი ხელოვნება. მგონია რომ ამ შემთხვევაში ყველაზე უკანა ფლანგზეა და მნიშვნელოვანია რომ აქაც გამოჩნდნენ პროდიუსერები. ვისაუბრებთ პროდიუსინგის ინსტიტუტზე ჩვენ სტუმრებთან ერთად და არა მხოლოდ ამაზე, კიდევ ხვალ ძალიან საინტერესო კლიპის პრემიერაც არის დაგეგმილი და ამაზეც ვისაუბრებთ. წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები ირინა ხარგოშვილი, პროდიუსერი და დავით გაურგაშვილი, მომღერალი გესალმებით. ბატონებო და ხალბატონებო, დაბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ხალბატონებო, თქვენ ხართ პროდიუსერი. სანამ გადავინაცვლებთ დავითთან და ვისაუბრებთ იმ პროდუქტს, რომელიც თქვენ ერთად შექმნით და თქვენი მუშაობის აი ამ პროცესს გავიხსენებთ, მაგრამ მოდით ზოგადად პროდიუსინგზე ვისაუბროთ, განსაკუთრებით სამუსიკო სფეროში. მინდა ვთქვა, რომ არა მარტო სამუსიკო სფეროში, პირველ რიგში მინდა დავიწყო და წარმატგინო ჩემი თავი, მე გახლავართ სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და პროდიუსერი. მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებ დღემდე, გრძელდება ეს შოუ, ეს არის ტურისტული სატელევიზიო საერთაშორისო პროექტი, რომელიც გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელიც მრავალ ტელევიზიაში ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. პროექტს ქვია გელოდებით სტუმრად ზურაბ დვალთან ერთად და 10 წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ, ვაკეთებთ ამ პროექტს, ვაპიარებთ არამხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებს, პირველ რიგში ჩვენ საქართველოს, დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ვამახვილებ ყურადღებას იმაზე თუ რა იხსნება ახალი სასტუმრო, ახალი ბიზნესი, წამოწყება. პროდიუსინგის ჩართულობა როგორია? პროდიუსინგის ჩართულობა იმაშია პირველ რიგში, რომ რა თქმა უნდა ამ ყველაფერში შედის მუსიკაც. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ მუსიკალური სამყარო ქართული ხელოვანები სამშობლოში. ქართული ხელოვანი, რა თქმა უნდა. ეს არის პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ტურიზმი და მუსიკა არის რაღაცნაირად აბსოლუტურად ერთი შერწყმა. აბსოლუტურად და ეხლა როგორი ტენდენცია წავიდა, გარდა ამისა მე მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟურის წევრი ასევე ვარ სხვადასხვა ქვეყნებში და მივხვდი რომ აი მუსიკა და პროდიუსინგი და ტურიზმი არის ძალიან ერთიანი განუყოფელი ნაწილი. პრინციპში როგორც გასტროტურიზმი არის საქართველოში აქტუალური, ისევე შეიძლება იყოს ამ მიმართულებით ეს ტურიზმი საკმაოდ და როგორ მივედით აქამდე? შარშან პირველად ჩატარდა საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი, მე გახლავართ დამფუძნებელი ამ ფესტივალის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ვოცნებობდი ამის შესახებ, საბოლოო ჯამში მადლობა თბილისის მერიას და ჩვენ ტურიზმის სააგენტოს ძალიან დაგვეხმარეს ამ საქმეში და შესდგა ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ფესტივალი, მოვიწვიეთ
მრავალი ქვეყნიდან, არა მარტო მუსიკოსები, არამედ პროდიუსერები, რეჟისორები, ის ადამიანები, რომლებიც აი ქმნიან სხვადასხვა პრომოუშენ ფილმებს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მიმართ. დავასახელეთ რამოდენიმე კატეგორია, რომელიც არის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე სტანდარტული კატეგორიები, მათ შორის თქვენ ახსენეთ გასტროტურიზმი, რაც ჩვენ ქვეყანასთან რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია. და მინდა ვთქვა, რომ წელს რადგან მე დავიწყე თანამშრომლობა ახალგაზრდა მუსიკოსებთან და ზუსტად აი პროდიუსინგის დარგში მინდა გამოვაცხადო ჩვენი ფესტივალის ახალი კატეგორია, რომელიც იქნება tourism music video. ანუ ეს არა მხოლოდ საშუალებაა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომ გაიტანონ თავისი ნამუშევრები საქართველოს პარკლებს გარეთ, არამედ ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენი კლიპი არის ამის შედეგი. ზამკვლევი შეიძლება იყოს კონკრეტული ვიდეორგოლიც და არა მარტო ზამკვლევი ფაქტია. ამას სახელმწიფო აფინანსებს, საინტერესოა. ანუ ფესტივალს თუ კერძო სექტორია ფესტივალს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, სპონსორებიც ყავს ძალიან ბევრი, ღვინის კომპანიები, სხვადასხვანაირი. ანუ მოდით მარტივად რომ ვთქვათ, იქნება კონკრეტული პროდუქტი საქართველოში. რომელიც შემდეგ გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ხდება პოპულარიზაცია, ანუ გარკვეულწილად ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლობა კოლაბორაციული პროექტი გამოგებით, რა თქმა უნდა. სამიზნე ქვეყნები რომელია რომ ჩამოგვიყვანოთ? მინდა ვთქვა, რომ მსგავსი სად ფესტივალები გადავთ ქართული კულტურა? აუცილებლად. რადგან 3-4 ბოლო წელიწადი სხვადასხვა ფესტივალების ჟურის წევრი ვარ და მათ შორის სხვადასხვა კანის ფესტივალის ჟურის წევრი ვარ. ეს არის Cannes Media and Corporate International Film Festivals, ესე ქვია. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ. მე უკვე ვახსენე ეს მომენტი. ყველას აინტერესებს რა ხდება ახალი, რა მუსიკოსი დაიბადა, რა ხდება ამ მუსიკალურ სფეროშიც და მე ისე ვთქვათ, ჩემი იდეა იყო, რომ აი ზუსტად ეს music videos ისე ვთქვათ კატეგორია შეიყვანოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალებში. აი, ერთი პასაჟი ახსენეთ, რა ხდება, ყველას აინტერესებს რა ხდება საქართველოში, ხო? აი, ეს ყველაფერი რამ განაპირობა საინტერესო. ხშირად მესმის ეს ამბოლო დროს, რომ დაინტერესებაა საქართველოში იგივე ევროპული კულტურით, კინოთი. აი, მოგვიყევით ამის შესახებ, ყურადღებით მოგისმენთ. ან ძირითადად რა მიმართულებით ხდება საქართველოში დაინტერესება. აი, თქვენ რაც გაგავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექსპორტზე. აი, ძირითადად რით ინტერესდებიან, რომელი მიმართულებით უცხოელები? ძირითადად ინტერესდებიან იმით, სად ჩავიდეთ, სად გავჩერდეთ, რა ტურისტული კუთხით აუცილებლად და რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია მუსიკოსების მიმართ, თუ რა ხდება საქართველოში, რა ახალი, ისე ვთქვათ, რამ განაპირობა საინტერესოა მუსიკის მიმართ. იცით რა, ტრადიციებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ტრადიციული მუსიკა იმდენად პოპულარულია ჩვენს საქართველოს ლეგენდარული პოლიფონიური მუსიკა. პოლიფონიური მუსიკა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე პოლიფონიას გულისხმობ. თუმცა მე ვთვლი, რომ მაინც საკმარისი ინფორმაცია არ არის ჩვენი ქვეყნის შესახებ, ამიტომ ეს ფესტივალები ზუსტად იმის საშუალებაა ძალიან დიდი, რომ უფრო მეტი ვთქვათ. და ფილმები, რომელიც იქნება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად ამ ფესტივალმა, ბოლო ფესტივალმა გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ არ ქონდათ ძალიან ბევრს რეჟისორებს, პროდიუსერებს, რომ გაეტანათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ არ გეყოლება პროდიუსერი ადამიანი, რომელიც არის ხიდი შემოქმედსა და საზოგადოებას შორის, უბრალოდ თავზე შემოიდება ნამუშევარი. დავით ვკითხოთ აუცილებლად იმ ახალი მუსიკალური კომპოზიციის შესახებ და ვიდეორგოლის შესახებ, რომელიც შექმნა ქალბატონ ირინასთან ერთად მისი ხელშეწყობით. აი დავით, აი პირადი გამოცდილებით გითხარი, რომ არა პროდიუსერი, როგორ ფიქრობ, როგორ წარიმართებოდა თქვენი კარიერა? ნუ პირველ რიგში მე თავიდან ახლა რამოდენიმე თვის წინ ქართულად რო დავიწყე ჩაწერა, მე მანამდე 5 წელი ინგლისურად წერდი სიმღერებს და ბოლოს გადავწყვიტე უკვე ქართული ენას გამერია, რომ ასე ვთქვათ, ჩემი მიზანი არის, რომ ქართული ენა გავიტანოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ. და ამისთვის რა თქმა უნდა პროდიუსერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც წარმართავს ამ როგორ გადაიკვეთეთ? ნუ ძალიან ადვილად დედაშვილი არის ეს და სურპრიზი ეთერში.
და მე თავიდან პირველი სიმღერა რო ჩავწერე ქართულად ჰურაკანი, ჩემი თავედი ზმაგასებთან ერთად შევკრიბეთ, ავედით ტელეფონით გადავიღე პირველი კლიპი. დიახ. და შემომითხრა მე და პოტენციალი არისო. კი, იმიტომ რომ მე თან 10 წლები მაქვს დამთავრებული, ბავშვობიდან ფორტეპიანოზე ვუკრავ 2 წლიდან და ანუ მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი რა და ჩემით რაღაც გადავიღე, დავამონტაჟე ეს ვიდეო, ნუ დედაჩემის დავით შეიძლება პოპულარულ მუსიკას ასე ვთქვათ არ ქმნიდეთ, გულისხმობ რას რომ თქვენ ახსენეთ 5 წლიანი გამოცდილება ხო ინგლისური ენისა და შეიძლება საქართველოში ინგლისურენოვან ქართულ არტისტს ნაკლებად უსმენდნენ, ვიდრე უფრო მეტად პოპულარული ხდება მაშინვე ქართული ეს ვთქვათ სიმღერა. ამ შემთხვევაში რამ განაპირობა ეს გინდათ რომ უფრო მეტად ვთქვათ პოპულარული გახადოთ თქვენი ფიგურა საქართველოში და შემდეგ გაიტაროთ ქართული სიმღერა საზღვარგარეთ. ესეც არის და პლუს კიდევ მინდა რომ თვითონ ქართული სიმღერაც საზღვარგარეთ რო გავიტანო და მაგიტომაც ისე ვაკეთებ რომ სიმღერებს რო წერ ერთ სიმღერაში ქართულსაც და ინგლისურ ნაწილსაც ვაკეთებ. ეს კომბინაცია უკვე საკმაოდ პოპულარულია და აპრობირებული. აი როგორია მოთხოვნა ზოგადად ქართველი მსმენელისგან, რას გრძნობთ, რა მოსწონთ? ქართველი აი რაც კი შემიქმნია, ახლა აი რამოდენიმე ბოლო თვის განმავლობაში ალბომიც გამოუშვი, ბევრად უფრო მეტი ხალხი უსმენს ქართულ სიმღერას, რამოდენიმე სიმღერა გამოუშვი მარტო ინგლისურად. კი მოყვა დადებითი რეაქცია. რაღაც მხიარული თუ დრამატული, აი როგორი? ჟანრი უფრო მხიარული, ისეთი უფრო სტილში გეტყვით, პოპიც და პოპი country style. კი, თავიდან ვცადე საერთოდ რეგის სტილის შემეტანა, იმიტომ რომ ესპანურ სიმღერებს ძალიან ბევრი უსმენს უცხოეთში, მილიარდობით ნახო აქვს, მაგრამ ენას ვერავინ ვერ ხვდება. ამიტომ მინდოდა რომ ქართულად მაგალითად ეგ რო გვეცადა, შეიძლება საზღვარგარეთაც პოპულარული იყოს. აქვს ამის პოტენციალი ქართულ ენას და მუსიკას, საინტერესოა. მე ვფიქრობ რომ კი. პრინციპში ალბათ მთავარი მნიშვნელოვანი კითხვა შემო ალბათ და პროდიუსერთან ამ შემთხვევაში სადახდენთ მაგალითად პრეზენტაციას თუნდაც და ამ ყველაფრის თქვა გაყიდვას მარკეტინგულად შეფუთვას და ასე შემდეგ ქართული ეს თქვა სცენა და ზოგადად შოუ ბიზნესი დიდად განებირებული არ არის მათ შორის ახლა არ მგონია რომ დიდად ფირფიტები იყიდებოდეს საქართველოში თუნდაც ქართული შემსრულებლებისა მაინც ალბათ ტელე და რადიო სივრცე არის ის სადაც ადამიანები ახერხებენ საკუთარი თავის პრეზენტაციას გარდა ამისა აი კომერციულ ნაწილს მაგალითად დამოგებაზე გასვლაზე ფიქრობთ ალბათ ხო შესაძლოა იმიტომ რაღაც რესურსი იდება. აი როგორ ფიქრობთ როგორ უნდა პირველ რიგში ვიწყებთ ჩვენი ხვალინდელი პრეზენტაციისგან ეს იქნება კლიპის პრეზენტაცია პირველ რიგში და დავითის პირველი სოლო კონცერტი. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვამზადებთ და მე მგონი დავითი უფრო კარგად იტყვის ვინ გვეხმარება ისე ვთქვათ ამ ივენტის განხორციელებაში. ესე იგი ეს თვითონ კლიპი რომელიც გადავიღეთ მეორე მირაჟ ბათუმში რომელიც გადავიღეთ რომელიც ჩემი აზრით საერთოდ არის ტურისტული პრომოუშენი ბათუმისაც იმიტომ რომ იმდენად ლამაზი კლიპი გამოვიდა რომ მართლა პრომოუშენი გამოდის ამ ლამაზი ქალაქის და ამ კლიპის გადაღებაში დაგვეხმარა სასტუმრო მერიდიანი და ასევე ამ სასტუმრო მერიდიანი გვეხმარება ახლა ამ ივენთის ჩატარებაში ხვალინდელი პრეზენტაციის ჩატარებაში რომელიც ხვალ იქნება საღამოს 10 საათზე მერიდიანში ლატიტუდ ბარში და ასევე გვეხმარება ივენთ მენეჯერი პუსკუ ბედინიშვილი თავის კომპანიასთან MM Event Club-თან და თვითონ მერიდიანი გვეხმარება ამაში, იმიტომ რომ ალბათ მერიდიანისთვისაც არის საინტერესო ახალგაზრდა. შემდგომ რა ხდება, ქალბატონო ირინა? შემდგომ ამ წელს, როგორც მე ვახსენე, გამოვაცხადეთ ახალი კატეგორია tourism music video და აი დავითის შემოქმედებას გულისხმობ ხალხ კონკრეტულად. კონკრეტულად დავითის შემოქმედება. ეს პრეზენტაცია შედგება, იმედი გვაქვს წარმატებულად და დარწმუნებულები ვართ. აი შემდგომ სად უნდა აიტვირთოს რომელ პლატფორმაზე საერთაშორისო ბაზარზე როგორ გადიხართ? ზუსტად აი ამ ფესტივალის მეშვეობით ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, მინდა ვთქვა. იმიტომ რომ მადლობა ღმერთს რომ წვდომა გვაქვს აი ამ ფესტივალებთან და ძალიან კარგი კავშირი გვაქვს საერთო პროექტები არაერთი გვაქვს შექმნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ და ეს არის ძალიან კარგი საშუალება არა მხოლოდ დავითისთვის არამედ ნებისმიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის და მე ვფიქრობ რომ ეს კარგი საშუალებაა რომ მიიღონ მონაწილეობა წლევანდელ საერთაშორისო ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალში იმისთვის რომ მერე ჩვენ გქონდეს საშუალება რომ
ვასწავლოთ, ანუ სად გაიტანონ, სად მიიღონ მონაწილეობა. და კიდევ რა მაინტერესებს, აი დავითმა თქვა, რომ ტელეფონით გადავიღეო და შემდგომ უკვე რაღაცა ეს პირველი ფანერი ხო ტექნიკი ხო? როგორია სტანდარტები ამ მიმართულებით? ზოგადად რა ჯდება ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელსაც აქვს პერსპექტივა მსოფლიოს მასშტაბით? ალბათ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს ღირს, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი თანხა. მაგრამ აქ საქართველოში არა მხოლოდ სატელევიზიო სფეროში, არამედ ნებისმიერ სფეროში, სადაც ისე ვთქვათ, კარგი კავშირები გაქვს, მეგობრები, ხო და საშუალება იმისა, რომ რაღაცნაირად შეღავათი გავაკეთოთ, ნებისმიერ სფეროს ეხება, რა თქმა უნდა. ვსარგებლობთ ამით, კარგი ამ სიტყვის გაგებით და საბოლოო ჯამში კარგი ხო, პრინციპში ანი გავრცელებული არის ესეთი მოსაზრებაც, რომ თავარი არის იდეა და როდესაც იდეა არის კარგი, იქ შეგიძლიათ თუნდაც ძველი, ვთქვათ, ვიდეოგრაფითაც ძალიან მარტივად მოახერხო. აი, ტელეფონით რო გადავიღო, უკვე ძალიან კრეატიული და საინტერესო იყოს. სრულიად შესაძლებელია, მით უმეტეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არა მხოლოდ კლიპები, არამედ მხატვრული ფილმები. მით უმეტეს რომ ტექნიკურად ამის შესაძლებლობა აქვს უკვე თანამედროვე სმარტფონებს. ეხლა როგორც პროდიუსერს საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება ზოგადად მულტიმედიურ, ასე ვთქვათ, პროდუქს როცა ქმნის ადამიანი, მათ შორის შეიძლება იყოს კინო, შეიძლება იყოს მუსიკა კლიპი და ასე შემდეგ. აი ამ, ასე ვთქვათ, ჯაჭვში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, მაგალითად, როგორც არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მათ შორის ამის შემდეგ პრეზენტაცია. საქართველოში სად გვაქვს მთავარი გამოწვევა და როგორ შეიძლება რომ ეს აღმოფხვრათ და აი რა გამოწვევებს ეჯახებით ამ მიმართულებით. როგორც თქვენ როგორც გამოცდილ პროდიუსერს ალბათ საქართველოსთან გიმუშავეთ რამდენიმე ადამიანთან. გეტყვით, ზუსტად რაც ეხება ამ კლიპების შექმნას, დავიწყეთ არა ისე დიდი ხნის წინ. მანამდე მქონდა ძირითადი შეხება სატელევიზიო სფეროსთან, რადგან ჩვენ თანამშრომლობდით სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან და ეს იყო ზუსტად ის ძალიან კარგი საშუალება, რომ გაგვეტანა ეს ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა ტელევიზიებში. მინდა ვთქვა, რომ 60-ზე მეტ არხთან ჩვენ მქონდა შეხება და დღემდე ძალიან კარგი კავშირი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, ისრაელი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები და აი ზუსტად ეს კავშირები გვეხმარება ამ პროდუქციის გატანაში. და მე ხდება უკვე რა თქმა უნდა ადგილზეც ძალიან ბევრი დრო მიდის იმისთვის, რომ დაამყარო ეს ურთიერთობები, ლინკები, რა თქმა უნდა ფინანსური მხარეც არანაკლებად მნიშვნელოვანია და აი როგორ წარმოგიდგენიათ ქართული შოუ ბიზნესის მომავალი? მოდით ამით შევაჯამოთ. ეს ძალიან რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ახალგაზრდები ძალიან საინტერესო ყავს ახალგაზრდა თაობა. ამიტომ ეს უფრო მე მგონი მათზეა დამოკიდებული. მათზე არის დამოკიდებული აბსოლუტურად. კი და ციფრული სამყარო იძლევა იმ გლობალიზაციის საშუალებას. რა თქმა უნდა, თავარი მონდომები. უზარმაზარ საშუალებებს გვაძლევს. უღმესი მადლობა. დავით, წარმატებას გისურვებთ. მადლობა. წარმატებები. დროა ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ. დიდი შესვენება გემშვიდობებათ. ხვალამდე დროებით. დროებით. ნახვამდის.